მოგიგებთ, ეს არის არჩევნები, რომელიც შევა ისტორიაში როგორც უაღრესად ცივილიზებული, თანამედროვე და დემოკრატიული. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აირჩია. რა შეფასება მოჰყვა გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას მართველი გუნდის მხრიდან? ჩვენ დარწმუნებული ვიყავით გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული დემოკრატიის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარ ჩემდგარი სახელმწიფო. და როგორი იყო მთავარი კონკურენტების რეაქციები? ულოცავ ბატონ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მოხდა სამარცხვინო და ცინიკური გარიგება. ახალი პრეზიდენტი და ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში. პოსტსაბჭოთა საქართველოში ასეთი, ასე ვთქვათ, მშვიდი, დაბალანსებული საარჩევნო გარემო არ მოხსნეს. ჯერჯერობით მაინც ადრეა ზედმეტად ოპტიმისტები ვიყოთ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრია შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენმა საზოგადოებამ გამოავლინა თავისი პოლიტიკური გემოვნება. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებები, რამდენად მოსალოდნელი იყო არჩევნების შედეგი და როგორია პროცესების შესაძლო განვითარება. ფართო დისკუსია არჩევანის სტუდიაში. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას არ დადეგებზე უშვებს. პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან. ეს მოქმედი პრეზიდენტის სიტყვებია. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა მიხეილ სააკაშვილი ამ მომრჩევლებმა გაუშვეს ულადო შვებულებაში. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შვებულება? რამდენად მოახერხებს საქართველოს მოსახლეობა დასვენებას სააკაშვილის წასვლის შემდეგ და რა გვიჩვენა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა? ამის შესახებ ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს დარბაზში მყოფ სტუდენტებს და სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ბატონი გიორგი ჟორჟოლიანი, ზურაბ აბაშიძე, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ჩვენი ექსპერტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იაგო კაჭკაჭიშვილი, ზურაბ ბიგვავა, ელენე ხოშტარია, გიორგი ნოდია და ნინო ლომჯარია. ვიდრე ჩვენ საუბარს დავიწყებდეთ სტუმრებთან, მე მინდა კიდევ ერთხელ ვნახოთ ის შედეგები, რომელიც CESCOM უკვე ყველა უბნის მონაცემების შედეგად გამოაქვეყნა. მას ასე პირველი ხუთეული არჩევნების შედეგად ასე გამოიყურება. პირველ ადგილზეა გიორგი მარგველაშვილი 61.22%, შემდეგ მოდის დავით ბაქრაძე 21.73%, ნინო ბურჯანაძე 10.18%, შალვა ნათელაშვილი 2.88% და გიორგი თარგამაძე 1.6%. სხვა კანდიდატებმა 1%-ზე ნაკლები მიიღეს მთლიანი ხმების რაოდენობის. მე მინდა შევადაროთ ეს მონაცემები, CESCOM-ის მონაცემები ჩვენი exit poll-ების მონაცემებს, რომლებიც ამჯერად რუსთავიორისთვის კომპანია GFK-მ ჩაატარა და ჩვენ ვხედავთ, რომ მონაცემები ძალიან ახლოს დგას წინასწარი გამოკითხვების შედეგად, დაახლოებით მაჩვენებლები სწორედ ასეთი იყო და უკვე გასაგები იყო დღის 8 საათზე, საღამოს 8 საათზე, რომ გამარჯვებული ამ არჩევნებში იყო გიორგი მარგველაშვილი. დავიწყოთ საუბარი ჩვენს სტუმრებთან. მე პირველი შეკითხვა მექნება უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ბატონო ზურაბ, რამდენად მოსალოდნელი ან მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს შედეგი და ამ შედეგებიდან გამომდინარე როგორ ვფიქრობთ თქვენ, რამდენად ასახავს ადეკვატურად ეს მაჩვენებლები მოსახლეობის რეალურ განწყობას? მოგესალმებით, მივესალმები ყველას, ჩვენ კოლეგებს, სტუმრებს, პატივცემულ ექსპერტებს, მაყურებლებს. პირველ რიგში მე მინდა ყველას მიულოცოთ სრულად საქართველოს ეს არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ძალიან გამჭირვალე, ძალიან სამართლიანად, ძალიან დემოკრატიულად. ამას აფასებს მე მგონი მთელი მსოფლიო და ამას ყოველდღე ვგრძნობთ და ვხედავთ და ვიღებთ საქართველოს მიმართ მოლოცვებს და არჩეული პრეზიდენტის მიმართ. ეს არის ძალიან სერიოზულად წინ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, დემოკრატიისთვის და ასე შემდეგ. შემდგომში კიდევ ვისაუბრებ, მაგრამ რაც თქვენ კითხვა ეხება, მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ეს მოლოდინი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სკეპტიციზმი ინერგებოდა, რომ თითქოს იქნებოდა მეორე ტური ამ არჩევნებიდან გამომდინარე, რომ რაღაც ჩვენ კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნების არ ქონდა ისეთი ხარდაჭერა. თუმცა ის უნდა აღნიშნოთ ბატონ ზურაბ, რომ აქტიურად მეორე ტურზე საუბარი პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყო. არ მანამდე იყო საუბარი, გიორგი მანამდე საუბრობდნენ ჩვენი ოპონენტები, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არამედ სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელიც ვარაუდობდნენ, მოდით ესე ვთქვათ, და საზოგადოების ნაწილში, რა თქმა უნდა, იყო ეს აზრი, რომ თითქოს შესაძლებელი ყოფილიყო მეორე ტური, მაგრამ ჩვენ ვიყავით დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება მხარს უჭერდა იმ კურსს, რომელიც
გააჩნია ქართულ ოცნებას კოალიციას მთლიანად იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს არის და მის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა მან. გაიმარჯვა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პროგრამა, ძალიან კონკრეტული მიზნები, ძალიან კონკრეტული ამოცანები იმისათვის, რომ განვახორციელოთ ქვეყნის წინსვლა, სახელმწიფოებრიობის გამტკიცება, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, რომელიც სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დევალვირებული იყო, შეიძლება ესე ითქვას. ძალიან რბილად რო ვთქვათ, ამაზე შეიძლება ჩვენ ვიდაოთ კიდევ და ვისაუბროთ, მაგრამ ერთი რამ ძალიან ცხადია, რომ ქართულმა სახელმწიფომ ჩააბარა კიდევ ძალიან დიდი ტესტი. დიდი ტესტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. თელმა სოფლიო კიდევ ერთხელ დაინახა ის, რომ ქართული სახელმწიფო არის ძალიან სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ყველა რეფორმები, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ ჯანდაცვის კუთხით, განათლების კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით და სხვა მიმართულებები, რომელიც ძალიან პრინციპულია სახელმწიფოს განვითარებისთვის, არის შეუქცევადი. და ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც გააჩნია დღეს არჩეულ პრეზიდენტს ბატონ მარგველაშვილს კოალიციას თავისთავად და ეხლა უკვე გადავდივართ შემდგომ რეჟიმში, რომელიც მოვა ადგილობრივი არჩევნები, შემდგომ იქნება საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ყველა ამ ციკლს გავივლით ძალიან მშვიდობიან. მთავარია რომ ჩვენ ერთი რამის შევთანხმდით სახელმწიფო თლიანად საზოგადოება, ჩვენ არჩევნების ზითვივლით. ეს იქნება უკვე სამარადისოდ, ესე ვარ დარწმუნებული ყველა ჩვენთაგანი, ვინც წარმოადგენთ უმრავლესობას და დარწმუნებული ოპოზიციაც ესე ფიქრობს და ესეც იქნება, იმიტომ რომ ესეთი მშვიდობიანი, ესეთი გამჭვირვალე, ესეთი დემოკრატიული არჩევნები მე მგონი არ ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას. მადლობა. უმცირესობის წევრთან გადავალ ბატონ სერგო, თქვენი შეფასებით როგორი იყო ეს არჩევნები და რამდენად ადეკვატურია ეს შედეგები? მე ვფიქრობ, რომ შედეგები ადეკვატურია. ჩვენ საქართველოს საზოგადოებას მიულოცეთ ასე ვთქვათ, არჩევნების ჩატარება, მივიღეთ ის შედეგი, რაც არის. ვფიქრობ, რომ შედეგები გარკვეულწილად ასახავს რეალობას და ჩვენ გარკვეულწილად რატომ ასახავს რეალობას. მე ვიტყოდი, რომ ის, როდესაც ლაპარაკობდნენ მეორე ტურზე, ეს არ ლაპარაკობდა მხოლოდ ოპოზიცია, ამას აჩვენებდა კვლევები და მართლაც თქვენ სწორედ შენიშნეთ, რომ ყველაზე უფრო მძაფრად ამაზე ირეაგირა პრემიერმა, როდესაც გააკეთა თავისი უცნაური განცხადება, რომ მეორე ტურში არ მიიღებს მარგველაშვილი მონაწილეობას, თუ ის თუ გამოჩნდება, რომ მან ვერ აიღო 50% და ვფიქრობ, რომ მაშინ ეს იყო ბუნებრივი, იმიტომ რომ როგორც ჩანს და როგორც კვლევები აჩვენებდა, მარგველაშვილი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ყველაზე რეიტინგული თავად მინისტრებს შორის და იყო თავად ჩვენი ოპონენტების ამორჩევლების მხრიდან იყო გარკვეული ფრუსტრაცია. საინტერესოა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ არჩევნებში მოვიდა დაახლოებით 9 მილიონზე ნაკლები ადამიანი, ვიდრე შაშან და ესეც აჩვენებს გარკვეულ დინამიკას და იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს ამ წლის განმავლობაში და შაშან წელსაც რომ არ შევადაროთ, ყველა წინა არჩევნებს რო შევადაროთ, დაახლოებით 200,000-ით ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა აქ. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი შედარებით დაბალი აქტივობა? თვითონ სხვა კანდიდატი რომ დაეყნებინა ქართულ ოცნებას, აქტიურობა მაღალი იქნებოდა. შესაძლებელია, რომ ყოფილიყო სხვა შედეგი და შესაძლებელია, რომ იმიტომ რომ თავად თქვათ მინისტრებს შორისაც არ ყოფილა. ვის შეიძლება ყოფილიყო ეს? თუნდაც ალასანია, გაცილებით უფრო რეიტინგული იყო, ეს ცხადი იყო და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მეორე ტურზე საუბარი შეიძლება არც ყოფილიყო. მაგალითად. მაგრამ ბატონ სერგო, ბარემ შეგეკითხებით, თუ თქვენ თვლით, რომ ქართულ ოცნებას შანსი ჰქონდა, კიდევ უფრო მაღალი ხმები აეღო, ვის წარდგა ის ამ ხმებს? მე ვფიქრობ, რომ ამაზე მაღალი ხმები მე ბოლო კვირების განმავლობაში მართლაც მოხდა კონსოლიდაცია, პრემიერის განცხადება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არაკორექტული იყო, მაგრამ ამან იმუშავა და ის ხმები, რაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას, ის მიიღო. მეორე, რაც მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა, ერთი წლის წინ, 1 ოქტომბერს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ასე ვთქვათ, სახელისუფლებო პარტიამ გადაინაცვლა ოპოზიციაში და ის არ დაშლილა, მან მოახერხა კონსოლიდაცია და ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება ოპოზიციაში. ერთი წლის მერე ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არ დაშლილა არა მხოლოდ პარტია, არამედ ჩვენი ამორჩეველი, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართლაც იყო ჩვენი ესე ვთქვათ თანამოაზრე, ეს თანამოაზრეები დარჩნენ. უბრალოდ უნდა ჩვენ ვიცოდეთ, რომ მართლაც დაახლოებით
15-დან 20%-მდე ყოველთვის არსებობს, ყოველთვის არის საზოგადოებაში ის ამორჩეველთა ის რიცხვი, რომელიც მუდმივად აძლევს ხმას, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას. ეს ბუნებრივია, ეს ხმები გადავიდა ჩვენ ოპონენტებთან, ხოლო ჩვენ ნახეთ, რომ მყარი ამორჩეველი ჩვენი თანამოაზრე დარჩა და ეს არის საწინდარი, სხვათა შორის ქვეყნის სტაბილურობისა, რომ არსებობს ამორჩეველი, რომელსაც გააჩნია მყარი პრინციპები, მყარი ღირებულებები და ხედვა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს. ან თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დისტილირებული, ასე ვთქვათ, სუფთა ამორჩეველი ნაციონალური მოძრაობის. თქვენ თვითონვე თქვით, რომ 25% ხელისუფლებას აძლევს ხოლმე ხმას. ნიშნავს ეს, რომ თქვენ 40% როდესაც მიიღეთ ოქტომბერში, შარშან ნიშნავს, რომ აი 20% იყო სწორედ იმიტომ მიღებული, რომ თქვენ უბრალოდ ხელისუფლებაში იყავით. ხო, მე მგონია, რომ მაინც ის მაშინ 15% იყო. გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ ვთქვათ 2003 წელში ნაციონალურ მოძრაობას ყავდა სწორედ ამდენი ამორჩეველი და ეს ამორჩეველი გარკვეულწილად არჩა და ეს არის საწინდარი იმისა შემდეგი გამარჯვებები. გასაგებია, მადლობა. ბატონო გიორგი, მე როდესაც ვსაუბრობ ამ მონაცემების საბოლოო შედეგების ადეკვატურობაზე, თუნდაც ქართულ ოცნებასთან, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის მონაცემებს, რამდენად ადეკვატურია თქვენთვის ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული შედეგები, ვინაიდან თუნდაც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას თუ გავიხსენებთ, მან თქვა, რომ ჩვენი ამორჩეველი თუ იქნებოდა მობილიზებული, ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ 12-13%-ს მიიღებდა. პრემიერ-მინისტრი აქედან გამომდინარე თვლის, რომ ეს მაჩვენებელიც რეალურ განწყობას მოსახლეობის და ნაციონალური მოძრაობის მიმართ არ ასახავს. თქვენ როგორ მიგაჩნიათ? მოგესალმებით დარბაზს, მოგესალმებით ტელემაყურებელს. მოგახსენებთ ამ კითხვაზე პასუხს, მანამდე მეც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, როდესაც რეალურად ხელისუფლების ცვლილება მოხდა საქართველოში, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის რაღაცნაირად დამასრულებელი, ასე ვთქვათ, იმ ეტაპისა, რომელიც დაიწყო იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბერს და ამას წერტილი დაესვა 2013 წლის 27 ოქტომბერს. მანამდე რეალურად მაინც ასრულებდა მიხეილ სააკაშვილი მართალია შეზღუდული კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ეს იყო ერთგვარი, ასე ვთქვათ, ორხელისუფლებელობა არ იყო ცხადია, კლასიკური გაგებით როგორც ეს არის, მაგრამ ეს იყო გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორი იმ პოლიტიკის გატარებისათვის, რომელიც ქართულ ოცნებას უნდა რომ გაეტარებინა. კოჰაბიტაციის დასრულებაზე ყოველთვის იყო მარგველაშვილის კამპანიის დროს საუბარი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე თბილისის მერი არჩევითი თანამდებობა ჯერ კიდევ რჩება დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ და აგრეთვე თვითმმართველობებში ჯერჯერობით წარმომადგენლები. მეგულისხმობთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ტრანსფორმირება იმ სისტემისა, რომელიც არსებობდა ჩემის აზრით დემოკრატიული მიმართულებით, გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ მეგულისხმობთ ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, სრულად შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა მიეცა დღეს ქართულ ოცნებას. ახლა რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, რომელიც თქვენ დააყენეთ, შედეგებს, მეც ვფიქრობ, რომ მეტი მობილიზება რომ ყოფილიყო ამორჩევლისა, ეს ალბათ უფრო გაზრდიდა, რა თქმა უნდა, ახლა ზუსტად ამის თქმა ძნელია, მაგრამ ეს ალბათ უფრო გაზრდიდა ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერას. ახლა ამას შეიძლება ვრცელი ანალიზი მოვაყოლოთ რატომ და რისთვის, მაგრამ ეს ვიზიარებ ამას, ვფიქრობ, რომ ეს ასეა. ჩვენ ვისაუბრებთ ამას. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომელიც არსებობს. ეს შედეგები მე მგონია, რომ მართალია კიდევ მიმდინარეობს აქ საჩივრებია რაღაცა, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შედეგებზე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს, როგორც ეს დამკვირვებელი ორგანიზაციები ამბობენ. რამდენად ეთანხმებით ბატონ რამას, სხვა კანდიდატი რომ ყოფილიყო, მაგალითად ირაკლი ალასანია, ქართული ოცნება სერგოს ალბათ გულის. სერგოს უკაცრავად. რამდენად მიიღებდა ქართული ოცნება ამ შემთხვევაში? ამაში ვერ დავეთანხმები, მით უმეტეს რა თქმა უნდა, ახლა პერსონალისტურ ანალიზში ვერ შევალ, მე ვფიქრობ, რომ ის კრიტერიუმები, რომლითაც იქნა შერჩეული გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა ჩვენს რეალობას ადეკვატურად
ასახავს, ეს არაერთხელ იქნა განმარტებული ქართული ოცნების მხრიდან, არსებითად მე ამ ასე ვთქვათ მიდგომას პოზიციებს ვიზიარებ, მე არ მგონია რომ ეს იყო კანდიდატის პრობლემა, მობილიზაციის ნაკლებობა, თუმცა თქვი რომ ესე იგი ჩემის აზრით მობილიზაცია გაზდიდა ქართული ოცნების მხარდამჭერების რაოდენობას, მაგრამ მობილიზაცია არ იყო დაკავშირებული კანდიდატთან და მით უმეტეს იმასთან რომ ეს კანდიდატი ასე ვთქვათ რაღაცა ხარვეზები ქონდა კანდიდატს, ეს იყო ჩემის აზრით დაკავშირებული იმასთან რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის ბევრად უფრო უკეთ ესმის ვიდრე ეს ხშირად პოლიტიკოსებს ან ექსპერტებს წარმოუდგენიათ ან წარმოგვიდგენია პოლიტიკური რეალობა, ისინი კარგად ხვდებოდნენ რომ ეს იყო ბევრად უფრო ნაკლები მნიშვნელობის არჩევნები ვიდრე იყო არჩევნები 2012 წლისა, შესაბამისად ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ იმ 3.600.000 ამორჩევლიდან რომელიც აქ არის ძალიან დიდი ნაწილია, რომელიც რეალურად საქართველოში არ ემყოფება, ამის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენ ვერ ვამცირებთ მეტად ამ ციფრს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ასე იგი დროებით წასულები, მაგრამ რეალურად არ ემყოფებიან საქართველოში. ამდენად მაშინდელი თქვენ ამბობთ რომ კანდიდატის შეცვლა მაშინდელი მობილიზაცია ჩემის აზრით არავითარ პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას ალბათ არ მოიტანა რაღაც შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო, მაგრამ აი ეს განსხვავება არსებითად ესეთი განსხვავება ცხადია ყველა შემთხვევაში იქნებოდა და შეიძლება მეტი ყოფილიყო, შეიძლება ოდნავ ნაკლებიც კი. გასაგებია, ნახოთ რას ფიქრობს ამაზე გიორგი კანდელაკი. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობისთვის მეორე ადგილი, მეორე ადგილზე გასვლა და ასეთი მაჩვენებელი 20%-ზე მეტი? მოგესალმებით, მე ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ არჩევნებისა. საერთოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლების პირველად არჩევნების გზით ცვლილება, რაც საკუთრივ პოლიტიკური სისტემისთვის არის დადებითი მოვლენა. სწორედ ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ შევქმნით ისეთი სისტემა, სადაც შესაძლებელია რომ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით და არ მოყვეს ამას კატაკლიზმები. პირველად მოხდა ისიც, რომ პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც დაკარგა ხელისუფლება არჩევნების გზით, ეს პარტია არ განადგურდა, არ გაქრა და პირიქით განიცდის ტრანსფორმაციის პროცესს და როგორც ეს შედეგი აჩვენებს, იმყოფება, ასე ვთქვათ, აღმავალ განიცდის აღმავლობას, გარკვეულ აღმავლობას, იმიტომ რომ ეს არის გაუმჯობესება ჩვენის წინა რეიტინგის გაუმჯობესება. ეს არის გაუმჯობესება. იმიტომ რომ მაყურებელმა გიორგი მარტივი არითმეტიკით რომ შეხედოს, ხედავს რომ ოქტომბერში თქვენ აიღეთ 40%, ახლა აიღეთ დაახლოებით 22%. რატომ არის ეს უნებრივი, როცა პარტია მარცხდება არჩევნებში და საერთოდ ბევრმა ჩვენმა ოპონენტმა, პირველ რიგში ბევრმა ჩვენმა კოლეგამ მართულ გუნდში დროა გაიგოს, გაათვითცნობიეროს, რომ ეს ყველაფერი არის ნორმალური. ნორმალურია, როცა ხდება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება და ნორმალურია, როცა პარტია, რომელიც არის შენი ოპონენტი, ასევე განაგრძობს საქმიანობას, განაგრძობს ფუნქციონირებას, ყავს მხარდამჭერები და ინარჩუნებს პოლიტიკურ პერსპექტივას. და ეს შედეგი მით უმეტეს ერთიურად დასაფასებელი და აღსანიშნავია იმის და გამო, რომ მთელი ამ 1 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა მოგეხსენებათ, ეს ყველამ კარგად იცის, იყო რეპრესიების მსხვერპლი, როცა მიმდინარეობდა მაგალითად 12,000 ჩვენი აქტივისტის რეგულარული დაკითხვა, ლეგენდად იქცა მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური სამსახურის უფროსი ლევან თოფურია, რომელიც 32-ჯერ არის დაკითხული, ჩვენი გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი რასთავარია კამპანიის წარმოების თვალსაზრისით ვანო მერაბიშვილი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ყველანაირი სასჯელის გარეშე, რამაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენი პარტიის უნარზე, რომ სრულფასოვნად ეწარმოებინა კამპანია და სხვათა შორის ეს კარგად არის აღნიშნული სხვადასხვა ბოდიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში. დღეს სხვათა შორის გააკეთა ძალიან ძლიერი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები, ეს შედეგი და ეს ასე ვთქვათ ახალი მანდატი დაარწმუნებს ჩვენს კოლეგებს მთავრობაში, რომ დროა ისინი გადაერთონ იმ მანდატის ასე ვთქვათ, რომელიც მათ მიანიჭა ამორჩეველმა გამოყენებაზე, არა ანგარიშწორების კამპანიაზე დახარჯვაზე გადართონ ეს მანდატი, არამედ დახარჯონ ეს მანდატი რეალურად მმართველობაზე და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე. მე ვფიქრობ, ის არგუმენტი, რომელსაც ქართული ოცნებას თავაზობდა ამორჩეველს, რატომ ვერ ხდება დანაპირებების შესრულება ეკონომიკასთან დაკავშირებით, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ქარხანასთან დაკავშირებით, ხო, ანეკდოტად იქცა უკვე. იყო ილუზორული არგუმენტი, ეს არგუმენტი იყო, რომ თითქოს და ეს არის კოჰაბიტაციის ბრალი, არაფერს არ უფუძნებოდა სინამდვილეში ამ 1 წლის განმავლობაშიც ქართულ ოცნებას გააჩნდა
სრული, ასე ვთქვათ, არსენალი ბერკეტებისა, რომ თავისი დანაპირებები შეესრულებინა და ხალხის ცხოვრება გამختარიყო უკეთესი, დღეს ეს ილუზორული არგუმენტიც აღარ არსებობს, ბატონებო, ბურთი და მოედანი თქვენია და ჩვენც, როგორც ოპოზიცია, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ფუნქციას და გაგაკონტროლებთ თქვენ, ვფიქრობ ჩვენ ვართ კვალიფიციური ოპოზიცია და სხვათა შორის ერთ-ერთი თქვენ ამბობთ ამ შედეგებიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ ანგარიშ გასაწევი ძალა. მანდატი საზოგადოებისგან რომ გავაკონტროლოთ მთავრობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე და ამით დავამთავრებ, რაც მოიტანა ამ წელმა არის ის, რომ დღეს საქართველოს ყავს კვალიფიციური, კომპეტენტური, კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. მე ვფიქრობ, ესეც არის ძალიან დადებითი სიახლე და ეს ჩვენმა ოპონენტებმა უნდა დააფასონ. როდესაც თქვენ რეპრესიებზე საუბრობთ, მე ეჭვბაქვს, რომ ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ექნება თქვენთვის საქმელი და საპასუხო. დიახ, უპასუხეთ და მე უკვე მინდა რომ გადავიდეთ. თუ შეიძლება ეს დავამატებ, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20%-იანი მხარდაჭერა არ აქვს, მე ეჭვმაქვს, რომ არ აქვს საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. რო გადავალოთ თვალე თქვა კოალიციას, მაგრამ ცალკე აღებულს რასაკვირველია, პარლამენტშიც მე ვფიქრობ, ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა, თუ შეიძლება ვივარაუდოთ ოცნება ან რაღაც ესეთი, თუმცა ცალკე აღებული კაცმა არ იცის ის რას დააგროვს. დღეს საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერი როგორც პოლიტიკურ პარტიას აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ეს ერთი და როდესაც მე უბრალოდ მინდა ვთქვა, როდესაც საუბარია იმ ერთ წელიწადზე, სადაც საუბარია თითქოს იმაზე, რომ მათ არ ქონდათ ბოლომდე, ასე ვთქვათ, ძალაუფლება, ხელისუფლება და გარკვეულწილად სააკაშვილი უშლიდა მათ, ну, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის მმართველობის 10 წლიან, ასე ვთქვათ, პერიოდში ივანიშვილი იყო ყველაზე წარუმატებელი მინისტრი, რომელიც მან დანიშნა, იმიტომ რომ მის დროს იყო ყველაზე მეტი ეკონომიკური ვარდა. პრემიერ-მინისტრი ვერა? ივანიშვილი. მერაბიშვილი? არა, ივანიშვილი, რომელიც მან დანიშნა. სააკაშვილის მმართველობის გასაგებია. თუ ოფიციალურად სწორედ მან დანიშნა ეს პრემიერ-მინისტრი. გისმენთ ბატონ ზურაბ. რაღაცა ჩვენ ვთქვათ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვისმენდი ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეფასებას. ერთ რამეზე ახლა რაზეც თავხდებით და აქ არ ხედავთ რაღაციდან ჩამოვარდნილი ხალხი, თავხდებით იმაზე რომ არჩევნები ჩატარდა, შედგა. ძალიან კარგი იყო ის თავად რომ ბაქრაძე გამოვიდა და არჩევნების შედეგი აღიარა, მიულოცა გამარჯვებულ კანდიდატს, ეს ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა პასუხად ადეკვატური ტონი ვერ მივიღებს. არა, ბოდიშვიხტი თვითყვი და მე თუ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ეს შედგა არჩევნები, გაიმარჯვა მარგველაშვილმა, აღიარება მოხდა ამის, ეს არის ძალიან კარგი და აუცილებელი იყო, მე მგონი, ამაში რაღაც არაორდინალური და რაღაც ახალი არ მოხდა რა, წარსულში ჩვენს გვახსოვს წარსულში წარსული არჩევნები, ჩვენი შეფასებების ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასე რომ აქ რაღაცა პირველი პიონერები თქვენ არ იყავით ამ მიმართულებით, მაგრამ ეხლა თავარი რა არის, რომ აქ იყო საუბარი თითქოს რომ ქართული ოცნება ცდილობდა ერთ წლის განმავლობაში გაენადგურებინა ნაციონალური მოძრაობა, რა ვიცი, მე მგონი შედეგები ამას არ ადასტურებს, ხო? ჩვენ მივხედავთ ბოდიშვიხტი, არ გიშლიდით, თუ შეიძლება დავასრულებ. ჩვენ რო ეს გდომებოდა, რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ იქნებოდა. რა მე მგონი აქ ყველა დამეთანხმება ამაში, ეს რომ დომებოდა ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას, რომ ეს პარტია განადგურებული იყო, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რასაც აკეთებდა ნაციონალურ მოძრაობა წარსულში. ბოდიშვიხტი, რომელმაც მოახდინა მონოპოლიზაცია თელი პოლიტიკური სპექტრის, რომელიც ნიშნავდა ოპოზიციას და თვითონ როგორც უნდა მართავდა. ეს კარგად გვახსოვს ბატონო გიორგი, მაგრამ ბოდიშვიხტი დავასრულე, თუ შეიძლება გავაგრძელო, იმიტომ რომ ჩვენ ვისმენთ თითქოს განადგურება თითქოს რაღაცა წაშლა. პრემიერ-მინისტრი ამბობს და დაჭერილი მერაბიშვილი, ბოდიშვიხტი. არა, ერთი წამი იუსტიციის მინისტრი თავად ამბობს, რომ მე წარმატებით განმოხორციელე ეს ამოცანა, რომ მე ხوار მიგონებ. რა ამოცანა შედეგების სახეზეა, თქვენ ხავთ ამორჩეველი, ჩვენ ამ არჩევნებმა დაგვანახა ის, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. არის რეგიონები, რომელშიც საკმაოდ სერიოზულად უნდა იმუშაოს ქართულმა ოცნებამ და აგერ არიან პატივცემული ექსპერტები, რომლებიც წინასწარ ჩვენ გარკვეულ შედეგებს გვაცნობდნენ და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ანალიზი, რომელიც ბატონი იაგოსის მოვიწავიკითხე მე და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ანალიზს. აბსოლუტურად იქ სამეგრელოს რეგიონია, იქ სამცხე-ჯავახეთში ნაწილობრივ, იქ იმერეთის ნაწილი. ეს არის სამუშაო, შემოკარგებოდა. მე ამაში ვერაფერს ვერ ხედავ არაორდინალურს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ რო გდომებოდა,
რომ ნაციონალური მოძრაობა განადგურებულიყო. არა, განადგურებულიყო და გამოგვეყენებინა ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსი. მაშინ საქართველოს სრულ იზოლაციაში მოექცეოდა. გიორგი, რას ამბობთ ეხლა თქვენ? ბალანსის დაცვა შეეცადეთ. თავის თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ თავისუფალი არჩევნები შედგა, რომ ქართველმა ხალხმა მაშინ დავაშინეთ ჩვენ ხალხი და ჩვენ სასარგებლოდ მოვიყვანეთ არჩევნებში. კონკურენციას ვერ გასცემთ პარტიული მანქანა არ მუშაობს და როგორ მუშაობს მანქანაზე 12000 ადმინისტრაციული პოლიცია არანაირად არ იყო ჩართული. თლიანად მოხდა დეპოლიტიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის ძალიან კარგად თვალსაჩინო. გავსი არგუმენტი ხომ შეიძლება ნაციონალურ არა, მოდის ჩვენ საუბრობთ წარსულზე. ძალიან ძიმე იქნება საუბარი. მე მხოლოდ ისიც მამინდა. რა ხდებოდა ორი წლის წინ ამ ქვეყანაში ბატონო ზურაბ, რას უპასუხებდით თქვენ ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც იგივე არგუმენტი რომ მოგიყვანოთ და გითხრათ რომ ჩვენ რომ ქართული ოცნების განადგურება გვდომებოდა 2012 წელს, მაშინ ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებდა. ერთი წამით, მე ისიც გვამინდა. თავარია ჩვენ ერთ რაღაცას მივეჩვიეთ ამ ქვეყანაში, რომ საზოგადოებაც ყვითავს, რომელი პოლიტიკური ძალა იარსებებს თუ არ იარსებებს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩავატარეთ ამ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, ჩატარდა არჩევნები, რომელმაც აშკარად გამოხატა ტენდენციები დღეს საპრეზიდენტო არჩევნებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვა საუბარი იმაზე, რომ არ იყო მაღალი დასწრება, არ მოვიდა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი წინ არჩევნებთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს არ იყო რაღაცა გამონაკლისი, შეიძლება ესე ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო რაღაც უპრეცედენტო დაბალი მაჩვენებელი ან ძალიან მაღალი, ხო? ჩვენ გვახსოვს შარშანდელი არჩევნები, რომელიც ძალიან მაღალი იყო. მოსვლა და ძალიან დიდი შედეგი დასრულდა ეს არჩევნები. ეხლა იყო შედეგი, რომელიც მივიღეთ ჩვენ მივიდა ჩვენი ამორჩეველი. ის რომელზეც საუბრობთ თქვენ, რომ პრემიერ-მინისტრმა მეორე ტური გამორიცხა და მოუწოდა. ამ შემთხვევაში ამას პოლიტიკური განცხადება ბუნებრივია ჩვენ გვინდოდა და ამაში არ არის უცხო არაფერი, რომ ჩვენი ამორჩეველი მეტი მოსულიყო არჩევნებზე. რა არის ამაში ცუდი, რა არის ამაში არასამართლიანი. ეს ბუნებრივია პოლიტიკური შეჯიბრია, პოლიტიკური შეჯიბრია, ჩვენ გვინდოდა ჩვენი ამორჩეველი შემთხვევაში შეიძლება ფიქრობდა, რომ მაინც ქართული ოცნება იმარჯვებს და იყო ინერტული. ბუნებრივია და ჩვენ გვინდოდა ჩვენი ამორჩეველი გააქტიურებულიყო, უფრო მეტად არა, ბოდიშ არავის შეურაცხყოფა ეხლა სერგო ძალიან შეურაცხყოფა აყენებდა ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ამორჩეველს ეხლა ძალიან დიდი ბოდის ვიხდი შეურაცხყოფა არავის არ მიუყენებდა და არც მიაყენებს დიდი ბოდის მე რო შემოვალ აი ამ საზოგადოებაში და თუ ვიტყვი ყველა თუ არ ამერჩია და ნაწილი მემხრობა მე საერთოდ არ მივაქცევ ამ ნაწილს. არა, ერთი წამით. ეხლა არა, ეს ეხლა თქვენ გინდათ რომ რაღაცა დახატოთ სურათი, რომლითაც რაღაცა არასწორად, მაგრამ თეორია კიდევ ერთხელ მინდა დავასრულო. აი ბატონი გიორგი არის ძალიან აქტიურად წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე პარლამენტის მხრიდან, ხო? ძალიან ბევრს დადის, ბევრი ჩვენ კოლეგას ხდება ევროპარლამენტში და დღეს ნათელია სურათი, რომ ყველა ამას აღიარებს. ამ შედეგებს, ხო? ხო თქვენ შეყნით შიგნით, მაგრამ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან მაღალ სტანდარტებით საერთაშორისო დონეზე არის შეფასებული ეს არჩევნები, როდესაც 9 წლის განმავლობაში თქვენს მიერ ჩატარებული არჩევნები მოვისმინოთ რას ფიქრობენ ექსპერტები. როგორ აფასებენ ექსპერტები და მე დავიბრუნდებით ის. ამოიწურა ის მადლობა ბატონო გიორგი, მოვისმინოთ ექსპერტებსაც. ბატონო იაკო თქვენ მოისმინეთ რას ფიქრობენ იმ ორი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც პირველ ადგილებზე გავიდნენ ამ არჩევნებში. თქვენ როგორ აფასებთ ამ არჩევნებს? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს არჩევნები და რაზე მეტყოლებს თქვენთვის ეს შედეგები? რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმას, რომელიც გამოითქვა, პრაქტიკულად ყველას მიერ, რომ ეს იყო მართლაც უპრეცედენტო არჩევნები დემოკრატიის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. აქ აპელირება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მე მგონი არ არის მთლად ადეკვატური, იმიტომ რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, არჩევნები არის მთელი საარჩევნო პროცესი, საარჩევნო გარემოს ორგანიზება და საარჩევნო გარემოს თქო დიზაინი და 2012 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო რასაკურველი იმ თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეიქმნა პრეცედენტი ხელისუფლების არჩევნების შეცვლის, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდს პრაქტიკულად არაფერი ქონდა საერთო დემოკრატიის სტანდარტებთან. ეს იყო ასე ვთქვათ მართველი პარტიის მიერ იმდროინდელი ხელისუფლების მიერ, ნაციონალური მოძრაობის მიერ ძალის და რეპრესირების არ ნახულა დემონსტრირების პერიოდი, რომელიც გადიოდა ადამიანის უფლებების
შელახვაზე, რომელიც გადიოდა ოპოზიციური პარტიის, ამ შემთხვევაში კოალიციის მიმართ ბრუტალური დაბკოლებების შექმნაზე დაწყებული, თქვათ, ვინმესთვის, ამ შემთხვევაში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმებით და დასრულებული გარკვეული ფინანსური მაგრამ თქვენ მოისმინეთ რომ ბატონი გიორგი აგრეთვე საუბრობს რეპრესიებზე. არა, იცით რა, ერთია ბატონ გიორგი რა საუბრობს, მაგრამ მეორეა ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ერთი წლის მანძილზე კოალიციისა და ნაციონალური მოძრაობის თანაცხოვრებას მე აბსოლუტურად სერიოზულად დავარქმევდი წარმატებულ კოჰაბიტაციას, მე მომწონს ეს პროცესი, თავისთავად ეს ურთიერთობა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურების დაცვით, ამ თვალსაზრისით ხელისუფლება დღევანდელი განიცდის გარკვეულ ზეწოლას საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი ეგრეთ წოდებული სამართლიანობის უფრო სწრაფი აღდგენის, მაგრამ ხელისუფლება მათ ეს მოლოდინი გაუცრუა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მე მომწონს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამართლიანობის აღდგენა არ ხდება იმ რეჟიმში, იმ რევოლუციურ რეჟიმში, როგორც ხდებოდა მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც სასამართლო და პროკურატურა არაჩვეულებრივი შეთანხმებულობით მოქმედებდა და ის იყო ფაქტობრივად ურყევი და ასე ვთქვათ დაუშლელი ტანდემი. ჩვენ ხედავთ ასეთი იმედგაცრუება შესაძლებელია იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ აქტივობა გასაკვირველია ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც აქტივობამ არჩევნებში მონაწილეობის მოიკლო. მოკლედ ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე არ მოვიდა, 16%-იანი განსხვავება არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ეს არ არის პატარა პროცენტი. ეს ნაწილი შედგება იმ ადამიანებისაგან, ვისაც იმედ გაუცრუდა გარკვეული მიმართულებით ოცნების მიმართ, მაგრამ ეს იმედგაცრუება არ იყო იმდენად ძლიერი, რომ ის არჩევნებში მისულიყო და რომელიმე სხვა ოპოზიციური ძალისთვის მიეცა ხმა, ანუ ეს არ იყო ასე ვთქვათ, სხვა ოპოზიციური, სხვა პარტიის მხარდა. ეს იყო ერთგვარი ასე ვთქვათ ნიჰილიზმი. გასაკვირველია, აქ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ნაციონალური მოძრაობის უკაცრავად კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, მაგრამ იფიქრეს, რომ არჩევნებზე წაუსვლელობით არაფერი დაშავდება, იმიტომ რომ კოალიციის კანდიდატი მაინც გაიმარჯვებს და გასაკვირველია იყვნენ ისინიც, ვინც ვისაც ჯერ კიდევ დარჩა სიმპათია კოალიციის მიმართ, მაგრამ არც იმდენი სიმპათია, რომ ეს ყოფილიყო მათთვის მთავარი мотиваცია არჩევნებში მონაწილეობის. მოკლედ, განჭრელი იყო ეს შემადგენლობა, არჩევნებზე არ წამსვლელ ადამიანთა შემადგენლობა და სწორედ ეს აჩენს, ასე ვთქვათ, იმის გარკვეულ მოლოდინს, ან გარკვეულ საფუძველს, რომ საზოგადოებაში არსებობს ოპოზიციის მოთხოვნილება, განსხვავებული ოპოზიციის მოთხოვნილება, კი ნაციონალურმა მოძრაობამ უდავოდ მოხაზა ამ მორჩეულთა თავისი წრე, განსაზღვრა ელექტორატში ის უბანი, რომელიც მისი ერთგულია, ეს ამ არჩევნებში არის 22%, მაგრამ თუ ამ მორჩეულთა საერთო რაოდენობაზე დავთვლით, ეს არის დაახლოებით 10-11%, ანუ ეს არის დაახლოებით ის რაოდენობა, რომელსაც სოციოლოგიური გამოკითხვები მუდმივად აჩვენებდა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ როგორც ჩანს, გაჩნდა სხვა ტიპის ოპოზიციის მიმართ მოთხოვნილება და უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში ჩვენ შეიძლება არ ვიცი ახლა ამაზე მსჯელობა ჯერჯერობით ნაადრევია რა პარამეტრები მე ვფიქრობ რომ ეს არ არის ნინო ბურჯანაძემ ამ არჩევნებში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია მით უფრო რომ ნინო ბურჯანაძე ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად მისცეს ხმა ნინო ბურჯანაძე ძალიან წირი პარტიული რესურსი გააჩინა ფაქტიურად ის პოლიტიკური ძალა რომელიც მის ზურგს უკან დგას ну დღეს ანგარიში გასაცილ პოლიტიკურ ძალად არ ჩაითვლება ანუ ეს არის მის პიროვნული რესურსი მხოლოდ რაც მან მიიღო ბატონ გიორგი, თქვენთვის რას ნიშნავს ეს შედეგები და ამ შედეგებიდან გამომდინარე რა ტენდენციებს ხედავთ თქვენ როგორ განვითარდება პროცესები? ну შედეგები მთლიანობაში არჩევნებზე გაცილებით მეტი კარგი შეიძლება ითქვას ვიდრე ცუდი, თუმცა რაღაც ცუდიც ნეგატიური შეიძლება ითქვას. უბრალოდ შედეგებს რო შეხედავთ თვითონ ციფრებს, ერთ-ერთი კარგი არის ის რომ ვერავინ ვერ მიიღო გამარჯვებულს არ მიუღია 80%-იან 90% და 70%-იც ვერ მიიღო. ევროპული არჩევნების, თქვათ, ხო ევროპაზე ვართ ორიენტირებული
მასშტაბით 61% არის ძალიან ძლიერი გამარჯვება, ასე ვთქვათ. საქართველოსთვის ეს არის ზომიერი გამარჯვება, მაგრამ თავისთავად ცოტა უცნაური მეჩვენებოდა ეს საუბარი, რომ აი მეორე ტური რო იყოს რაღაც ეს საშინელება, თითქოს გრეხია მეორე ტური, ასე ვთქვათ, აქ საუბრობდით ერთმანეთში. რა მოხდა, ვთქვათ, მეორე ტური ყოფილიყო. არ იყო, ძალიან კარგი რო არ იყო, მაგრამ ვთქვათ, რომ ყოფილიყო, ეს რატო დაამცრობდა ასე ვთქვათ, ქართული ოცნების გამარჯვებას, ვთქვათ, რომ გაემარჯვა მარგოლაშვილის მეორე ტურში. შეიძლება ეს ყოფილიყო დემოკრატიულობის დამატებითი ნიშანი. თავისთავად ყოველ შემთხვევაში ნორმალური რამე იქნებოდა, ანუ თვითონ პრემიერ-მინისტრმა რაღაც თავისი ძალიან უცნაური განცხადებით, ასე ვთქვათ, ერთგვარი ჩრდილი მიაყენა ამ საკითხს. ასევე კარგია, რომ ოპოზიცია მიიღო 22%-მდე თავარმა ოპოზიციურმა ძალამ. ისევ ევროპული არჩევნები რო ავიღოთ, ეს იქნებოდა საშინელი მარცხი და კატასტროფა ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც შარშანი იყო მართველი ძალა და წელს მიიღო 22%. ქართული მასშტაბით ეს არის უზარმაზარი გამარჯვება და მეც თქვი ეს და ვთქვათ, ვესახმები, რომ ეს 22% სინამდვილეში მეტია, ვიდრე შარშანდელი 40%. იმიტომ რომ გამარჯვებულ პარტიას მხოლოდ 2003 წლის გარდა არასოდეს არ მიუღია ამდენი ასეთ ცოტა პროცენტი საქართველოს არჩევნებში, მაგრამ ოპოზიციას არასოდეს არ მიუღია ამდენი, როდესაც ხელისუფლება არის თქვათ ახალი ჯერ კიდევ, არადისკრედიტირებული ხალხს არ დაგროვებია პრეტენზიები და ზიზღი და ბრაზი თავრობაზე, რომელიც აუცილებლად უგროვდება მერე. ესე იგი ეს ამიტომ ეს არის ძალიან თქვენთვის მოსალოდნელი იყო ეს შედეგი? კი, მე ვფიქრობდი, რომ 20-იან რიცხვებში იქნებოდა, შეიძლება ცოტა მეტი ყოფილიყო, ან ცოტა ოდნავ ნაკლები, მაგრამ ეს იყო ნორმალური და ამით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამნიშნულოვანია არა მარტო ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ცხადია თავისი პარტიული ინტერესი აქვს, არამედ ქართული დემოკრატიისთვის. ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობა სადაც დამიწერია, მას აქვს შანსი, რომ გახდეს პირველი ნამდვილი პოლიტიკური პარტია ქართული დემოკრატიის ისტორიაში. დიდი მადლობა. მანამდე ეს პარტიები ცხადია, შეიძლება ქართული ოცნებას ოდესმე გახდეს, მაგრამ დღეს ქართული ოცნება არის ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი გინდა კოალიცია, გინდა პარტია, შემოკრებილი ადამიანების ერთობლიობა, ხოლო მასში შემავალი პარტიები, უფრო პარტიებს რო გვანან რესპუბლიკური ვთქვათ და თავისუფალი დემოკრატები, ეს პარტიები მაინც არ არის, იმიტომ რომ დამოუკიდებლად მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ბრძოლა რეალურად. ისინი მხოლოდ აი რაღაც ელიტურ კოალიციებში შეიძლება შევიდნენ. ამიტომ პარტიული შენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს რეიტინგი კოალიციის და ბიძინა ივანიშვილის და რეიტინგშიც არ არის საქმე. თქვა და ყოფილიყო მარტო არავითარი განსხვავება არ იქნებოდა არსებითად. თქვა რომ ყოფილიყო მარტო პარტია ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დაახლოებით იგივე შედეგი ექნებოდა იმასაც. აქ უბრალოდ ის არ არის პარტია თავისთავად. გასაგებია, დიდი მადლობა. ვიდრე რეკლამაზე გავიდოდით, ჩვენ სტუდიაში იმყოფებიან სტუდენტები და მე მინდა რამდენიმე მათგანს მივცე აგრეთვე საშუალება რომ დააფიქსიროს თავის მოსაზრება. გისმენთ თქვენ მაგალითად. მოგესალმებით, გრიგოლ კალანდაძე, საქართველოს უნივერსიტეტი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. აქ ვინც ვხედავთ, ყველანი ვართ ამომრჩევლები და აქედან გამომდინარე, ბოდიშს მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ირღვევა მახინჯი სისტემა, აქამდე არსებული მახინჯი სისტემა, მე ვამბობ მახინჯი და არა ბნელი ან ჩავარდნილი, არამედ მახინჯი ავტორიტარული სისტემა და ყალიბდება თვისობრივად ახალი სისტემა, უფრო მეტად გაჯერებული დემოკრატიული ღირებულებებით, უფრო მეტად თავისუფალი და მე ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ჩვენ ამომრჩევლებმა უნდა ავიღოთ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც დაუშვით წინა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში. უნდა გავაკრიტიკოთ ყველაფერი აქედანვე, რაც არ მოგვეწონება ახლა უკვე არსებული ხელისუფლების გულისხმობ ქართულ ოცნებას, რასაკვირველია უნდა დავაფასოთ ის, რაც გაკეთდება, ოღონდ ზედმეტი გადაჭარბებების გარეშე და გადაჭარბების არის რაღაც ისეთი, რასაც თქვენ ახლავე გააკრიტიკებდით. რისთვისაც ახლავე გააკრიტიკებდით. დღესდღეობით არ მაქვს ისეთი რამ რისთვისაც გავაკრიტიკებდი, ხელისუფლება მაგრამ როგორც კი იქნება თქვენ დებთ პირობას რომ აუცილებლად განურჩევლად იმისა, ჩვენ ვართ არსებული ხელისუფლების მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ქვეყნისთვის იქნება არასრულყოფილად შესრულებული, უნდა გავაკრიტიკოს. თქვენ ამაზე მიანიშნებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. კიდევ ერთი სტუდენტის აზრი მოვისმინოთ და შემდეგ ჩვენ უკვე გავალთ რეკლამაზე. გისმენთ. მოგესალმებით, ზურაბ ულუმბელაშვილი, სტუდენტური მოძრაობა ანტიპოდები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
მე მინდა პირველ რიგში მივულოცო გამარჯვება გიორგი მარგველაშვილს და ასევე მივულოცო ნაციონალურ მოძრაობას, მართლაც ძალიან კარგი შედეგი აჩვენა ამ პარტიამ. და მე მაწუხებს ერთი ფაქტი, ეს არის ამორჩეველთა ნაკლები აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით და მაინტერესებს თუ რა იყო ამის მიზეზი. მე მაქვს ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრით ამის მიზეზი იყო არა თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც არ ყავდა ამორჩევლების გარკვეული მასა, რომ ყოფილიყო სხვა რომელიმე კანდიდატი უფრო გაპიარებული, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ამორჩეველი ეყოლებოდა, მეტი აქტივობაც იქნებოდა და ხალხი უფრო დაინტერესებული იქნებოდა ამ პირადად ამ პრეზიდენტობის კანდიდატით. ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ მაინც ეს ხმები, რაც აიღო ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, ეს იყო უფრო ბიძინა ივანიშვილის და თვითონ ქართული ოცნების ამორჩევლისგან მისული ხმები. დიდი მადლობა. გასაგებია ბატონო ზურაბ, თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ეს შედეგები? ალბათ მოულოდნელი მაინც არ უნდა ყოფილიყო პრინციპში, ვინაიდან თქვენ კვლევებს ატარებდით და ვერ ვიტყვი რომ ძალიან ახლოს იდგა ამ შედეგებთან თქვენი კვლევა, თუმცა პენტაკლებად მიმდევრობა ყოველ შემთხვევაში კანდიდატების გამოკვეთილი იყო. არა, მიმდევრობა ყველა კვალიფიციურმა საკვლევო ორგანიზაციამ მიმდევრობა ზუსტად იგივე დასვა, რაც რეალურად დაჯდა, ესე რომ მიმდევრობა იყო ყველასგან სწორედ პროგნოზირებული. რაც შეეხება ოდენობებს და ასე ვთქვათ, პროგნოზს იმისას იქნებოდა თუ არა მეორე ტური, ჩვენ პირველი ასე ვთქვათ ტალღიდან სამ ტალღად ჩატარდა ჩვენი კვლევა, პირველი ტალღიდან ვამბობთ, რომ მეორე ტურს ადგილი არ ექნება. და მზარდი რეიტინგი, რომელიც ჰქონდა მარგველაშვილს, ამის გარანტიას იძლეოდა. ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა და ერთს მინდა ყურადღება მივაქციო. 20% იყო ადამიანების, რომელიც ეგრეთ წოდებული განხიბლულთა ჯგუფში მოხვდნენ. ეს იყვნენ ადამიანები, რომელიც განიხიბლენ ქართული ოცნებისგან. აი ეს 20%, რომელიც ამბობდა, რომ მე ვაძლევდი ქართულ ოცნებას ხმას საპარლამენტო არჩევნებში და ეხლა არ ვაპირებ, რომ ის. საწავიდა ეს ხმები თქვენი აი ეხლა უყურეთ როგორი გადანაწილდა ეს ხმები. მე არ ამგონია, რომ ეს ხმები გადანაწილდა ნაციონალური მოძრაობისკენ. რა თქმა უნდა, არ გადანაწილებულა. თუმცა ნაციონალურ მოძრაობას თქვენს კვლევაში ჰქონდა 11% და რეალურად 10%-ით მეტი აიღო. დიახ, 11% გქონდა, ცოტა მეტიც ჰქონდა, მერე დაიკლო ნაციონალურ მოძრაობამ. თქვენ თუ გაიხსენებთ ამას, ესე იყო, ცოტა მეტი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, მერე დაიკლო. იყო ესეთი მომენტი, ესე 22%, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ მიიღო, აქაც ბევრი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ესე იგი ეს დომილების ზღვარში არ ხვდება, ცოტა მეტია, მაგრამ ხდება ბევრად მეტი არ არის. არ არის ბევრად მეტი, იმიტომ რომ იცით რა, არჩევნების საბოლოო რიცხვები ცოტა სხვანაირად გინდება. სხვანაირად რას ქვია, სხვანაირად გინდება. ბოლო მომენტი, ბოლო ერთი კვირა, როცა ესე იგი კვიტესენცია მთელი ამ საარჩევნო პროცესის ძალიან ბევრ ამას წვეთს. ხანდახან პატარა შეცდომა, პატარა გამოსვლა. მე ძალიან კარგად მახსოვს ირაკლი წერეთლის გამოსვლა, აი ზვიად გამსახურდიას არჩევნების დროს და 10% ბოლო გამოსვლა ირაკლი წერეთელმა, რომელიც უარყოფითად გამოვიდა ზვიად გამსახურდიას მიმართ, ზვიად გამსახურდიას მოუმატა 10%. 10% ეს როცა არ არის ჩამოყალიბებული განწყობები, როცა არ არის სტაბილური განწყობები, ჩვენი საზოგადოება არასტაბილური განწყობების მქონეა, არ არის ლაბილურია შედარებით, ესე იგი ეს განწყობები, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში წარმოიქმნება პოლიტიკურ. მარტივად შეიძლება ესე იგი რაღაცა დინამიკა აუცილებლად არსებობს. მყარი ელექტორატი არსებობს, მყარი ჯგუფები არსებობს, რომელიც ცალკეულ პარტიებს და პოლიტიკურ ძალებს აძლევენ ხმარს და არსებობენ აი ეს მერყევი ელემენტები, რომელიც სერიოზულ ცვლილებებს იწვევენ, ესე იგი საბოლოო შედეგების თვალსაზრისით. მადლობა, დიდი მადლობა. ნინო, თქვენ აკვირდებოდით ამ არჩევნებს და ისევ რომ დაუბრუნდეთ იმ თემას, რომ ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის განცხადებით გარკვეულ რეპრესიებს, ჰქონდა ადგილი დარღვევებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ 20% აიღეს. თქვენ როგორც დამკვირვებელი, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესსაც და შემდეგ თვითონ არჩევნებსაც?
თვითონ როგორც წინასაარჩევნო პროცესის ასევე არჩევნების დღის მიმართ მე მაქვს ესეთი განცდა, რომ თუ შევადარებთ წინა არჩევნებს, თვალშესაცემია ის, რომ ამ არჩევნებზე არ გვხვდებოდა მთელი სახელმწიფო აპარატის, ინსტიტუტების და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ჩვენ წინა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი შევაფასეთ როგორც ძალიან უარყოფითი, იმიტომ რომ ხედავდით, რომ იქ ხდებოდა, თქვათ, სახელმწიფო სხვადასხვა ინსტიტუტების გამოყენება მმართველი პარტიის სასარგებლოდ და რეალურად ეს არ იყო ბრძოლა პარტიასა და პარტიას შორის, ეს იყო რეალურად ბრძოლა ოპოზიციურ კოალიციასა და მთელ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მათ შორის ეს იყო თქვა აუდიტის სამსახური, სასამართლო უწყებები, სამართალდამცავი ორგანოები, საარჩევნო ადმინისტრაცია და ასე შემდეგ. ამ არჩევნებზე განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი თქვათ ტენდენციები ნაკლებად შესამჩნევი იყო, ნამდვილად იყო რა თქმა უნდა დარღვევები, მათ შორის თქვათ ადმინისტრაციული რესურსების ალკეული გამოყენების ფაქტები, თუმცა ეს არ იყო როგორც გითხარით რაღაცა ტენდენცია და ეს არ იყო რაღაც სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ზოგადად თუ გადავხედავთ თქვათ თითოეულ განვლილ არჩევნებს, ყოველი არჩევნების შემდგომ საარჩევნო პროცედურები და არჩევნების დღე ნამდვილად იხვეწება. Მათ შორის წინა არჩევნები იყო გაცილებით უკეთესი ვიდრე 2010 წლის არჩევნების დღე და წელსაც ვიტყოდი რომ არჩევნების დღე იყო, ანუ ჩვენ ეს თქვათ რიცხვებში და პროცენტებში და საჩივრებში გამოიხატება ეს რა თქმა უნდა იყო გაცილებით უკეთესი ვიდრე შარშან. და ეს პირველ რიგში ალბათ გამოიხატებოდა იმაში რომ ზოგადად გარემო იყო უფრო მეტად თავისუფალი და შეიძლება იმ აქტივობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი რაც შარშანდელთან შედარებით დაფიქსირდა, ალბათ ამაშიც მდგომარეობდა, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია უბანთან პარტიული აქტივისტები, რომლებიც აწარმოებდნენ ამომრჩევლის გამოცხადების კონტროლს და შემდეგ თქვათ ინიშნავდნენ ვინ გამოცხადა და თუ არ გამოცხადებოდა არავინ არ ეკავდა უკან, რასაც ყოველთვის ჰქონდა ადგილი წინა არჩევნებზე, ეს რა თქმა უნდა იყო ამომრჩევლზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა. არ დაგვიფიქსირებია ის, რომ სპეციალურ უბნებზე ხდებოდა მასიურად მობილიზება საჯარო მოხელეების და სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების და 100%-იანი გამოცხადება ნამდვილად არ ყოფილა, ასევე გადასატან საარჩევნო ყუთებში იყო შემცირებული რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ანუ იმდენად შემცირებული, რომ ეს არ არის თქვათ ბუნებრივად ყოველთვის ერთი და იგივე დაახლოებით რაოდენობა უნდა იყოს, თუ ეს ნამდვილად არის თქვათ ავადმყოფი ამომრჩეველი, ხო რადიკალურად არ უნდა იცვლებოდეს სიებში, ანუ გადასატან ყუთში ამომრჩევლების რაოდენობა. ამიტომ და იგივე ბოლო ტენდენციასაც ვიტყვი, ანუ დარღვევები რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ არჩევნების დღეს, მაგრამ ეს არ იყო ის დარღვევები, რაც გვაფიქრებინებდა, რომ რაღაცა განზრახ ხდებოდა ისეთი დარღვევები, რაც თქვათ არჩევნების შედეგების გაყალბების ეს რაც შეეხებოდა ნინო დარღვევებს, რა ფორმით მოხდება თქვენს ანგარიშში თავარი პრეტენზია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რომ მათი პარტიის გენერალური მდივანი არის საპყრობილეში. დიახ. მოდით მე თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები ახსენეს და ის რომ მათი პარტიის მიმართ ხდებოდა თქვათ გარკვეული რეპრესიები და ზეწოლა. მე ვიტყოდი რომ სამართლიანი არჩევნები იყო ალბათ პირველი ორგანიზაცია რომელმაც ამ საკითხებზე დაიწყო ძალიან ხმამაღლა საუბარი ძალიან მალე არჩევნების შემდეგ, შარშანდელი არჩევნების შემდგომ და ერთ-ერთი ყველაზე თქვათ უარყოფითი ტენდენცია რაც თქვათ შევაფასეთ და რაც ვფიქრობ ხელისუფლების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის რაც ხდებოდა თვითმმართველობებში. მე დავადასტურებ და ჩვენი კვლევები ადასტურებს ამას, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში და თითქმის ყველგან ზეწოლის შედეგად შეიცვალა მართლაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, თქვათ გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, მასიურად ნაციონალური მოძრაობის წევრები გადავიდნენ ან შექმნეს ახალი კოალიციები და გათავისუფლდა რიგითი საჯარო მოხელეებიც, მათ შორის პარტიული ნიშნი და ხდებოდა პარტიული ნიშნით აყვანაც. ჩვენი კვლევები თვითმმართველობებში 2000-ზე მეტი მოხელეზე არის საუბარი, თუმცა საჯარო ანუ ცენტრალურში კიდევ სხვა ციფრებია. თუმცა ერთი რამ რაც მინდა აღვნიშნო იყო ის, რომ ეს მოხდა ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ნაკლებად დავაფიქსირეთ საარჩევნო პერიოდში იგივე თვითმმართველობის როგორც რესურსის და იქ დასაქმებული პირების როგორც რესურსის გამოყენება პარტიის სასარგებლოდ. ამიტომ შეიძლება მე თქვა რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ მასიურად უკვე ხელმძღვანელ პირებს წარმოადგენენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ გამოყენება საარჩევნო მიზნებით ნაკლებად ხდებოდა. იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ არა მასიურად. მადლობა, ელენე, რამდენად დაადასტურა თქვენთვის ამ არჩევნების შედეგებმა, რომ მესიანიზმი, ასე ვთქვათ, საქართველოში დასრულდა, რაზეც ხშირად საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ხო, მესიანიზმი ალბათ ამ არჩევნების შემდგომი პერიოდის ანალიზისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომელსაც ჩვენ ველით არის პრემიერის
წასვლა მის მიერ მისი შემდგომი პრემიერის დასახელება და მისი ჩემთვის საეჭვო გეგმები პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა თუ შეიძლება დაუბრუნდები ძალიან მოკლედ იმას, რასაც საუბრობდით. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, რომ მართლაც ჯერ მეორე წელია ჩვენ ვართ საარჩევნო ციკლში, სრულდება არჩევნები, იმარჯვებს დამარცხდა შარშან მმართველი ძალა, შეიცვალა ხელისუფლება, გვესმის არჩევნების პოზიტიური შეფასება, წელსაც გვესმის, ან ეს ყველაფერი, რომ ეს ხდება მძიმე რყევების გარეშე, ქვეყნისთვის არის ძალიან სასიამოვნო. რა თქმა უნდა, წინა არჩევნები იყო ბევრად უფრო დაძაბული. მე ვფიქრობ, შენიშვნები წინა არჩევნებთან დაკავშირებით იყო მეტი, ვიდრე ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მთელი რიგი კრიტერიუმების მიხედვით. და ძალიან უნდა გვიხაროდეს, რომ ყოველი შემდგომი არჩევანი არის უკეთესი, არჩევნები არის უკეთესი ვიდრე წინა, ამასთანავე პრინციპულად მგონი არასწორია ამ და არ არის მართებული ამ ორი არჩევნების შედარება, იმიტომ რომ ზოგადად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთმანეთისგან განსხვავდება იგივე დაძაბულობის ხარისხით, იქ არის ბევრად მეტი აქტორი ჩართული, დაძაბულობა იგივე მაჟორიტარები, დაძაბულობის ხარისხი არის ბევრად უფრო მაღალი და მეორე გარემოება იყო, რაც განასხვავებს ამ ორ სიტუაციას და შესაძლოა სიმშვიდის, მე არ მინდა დავაკნინო ეს არჩევნები არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, არჩევნები იმ პირობებში, როდესაც შენ ყავს უფრო ძლიერი კონკურენტი და წაგების შანსი არის მეტი, რაც იყო წინა არჩევნების დროს. და დღეს, როდესაც უპირატესობა იყო ცალსახად მმართველი პარტიის მხარეს, რა თქმა უნდა, გარემო არის სხვადასხვა. აი ჩვენ შეგვიძლია არჩევნები შევადაროთ, როდესაც თქვა ოცნების რეიტინგი სერიოზულად შეიძლება დაეცეს და ეს დინამიკა ყველა ხელისუფლების დროს ხდება და გამოჩნდება სერიოზული კონკურენტი, ანუ რეალურად წაგების საფრთხე როცა იდგება და აი მაშინ ჩატარდება იგივე თქვა დემოკრატიული და მშვიდობიან გარემოში, მაშინ რა თქმა უნდა, მეტი თვითმაყოფილების საფუძველი იქნება, ამიტომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მეტი мотиваცია ჰქონდათ რომ მისულიყვნენ არჩევნებზე. რა თქმა უნდა, მეტი ზოგადად ოპოზიციურ ამორჩეულს მეტი мотиваცია აქვს, მაგრამ თლიანობაში მინდა ვთქვა, რომ დღეს უბრალოდ შედარება, რომ აი წინა არჩევნები იყო საშინელი და ეს არის კარგი და უპრეცედენტოდ ესე იგი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, ასეთი თვითმაყოფილების საფუძველს ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიხარია, რომ ყველა არჩევნები არის უკეთესი. ეხლა ორ რამეს ვიტყვი ძალიან მოკლედ, რაც რისი სურვილიც მე მაქვს, რაც ჩვენ დავხარჯეთ რესურსი წინა არჩევნების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა იძახდა, რომ ტესტი ჩააბარა საქართველომ და მე გადავაყოლე ძალიან დიდი რესურსი დავხარჯეთ იმის ყურებაში, როგორ კი ნკლავდნენ ერთმანეთთან ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და დიდი საერთაშორისო შესაძლებლობები გამოვტოვეთ, შეიძლება ითქვას, და დავკარგეთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ მოვახდენთ, ხელისუფლება მოახდენს, ოპოზიცია მოახდენს ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. თქვენ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხელისუფლების ეფექტურობაში. არა, მე იქ იყო ცალკეული მომენტები, ელჩების დანიშვნა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რომ არ უნდა დაენიშნა რა თქმა უნდა ელჩები, მაგრამ თლიანობაში ტენდენცია იყო საპირისპირო და ძალიან სამწუხარო, პრაქტიკულად მიეჩვია ქართული ოცნება ყველაფრის გადაბრალებას 9 წელიწადი გახდა ესეთი ყველაზე ადვილი გამამართლებელი მათივე თქვა შეცდომების ან არასწორი რაღაცა ქმედებების და ის რომ არსებობდა პრეზიდენტი ან არსებობდა კოაბიტაციის პროცესი, ამაზე მოხდა ძალიან ბევრი რაღაც ობიექტური, ანუ სხვა მათი მიზეზით მომხდარი შეცდომების გადაბრალება და ეს არის ძალიან ცუდი. რომ თქვათ, წინა ხელისუფლების მხრიდანაც ხშირად გვესმოდა ჩვენ ძალიან ხშირადაც შევარდნაძის სახელი. კი, და რაც არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მაგრამ ეხლა იყო ხარისხობრივად სხვა სიტუაცია, იმიტომ რომ იყო ორივე სახეზე ხელისუფლებაში და პლუს ობიექტურად ეხლა ის მონაცემი და ის პირობები რაც დახვდა ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან შეუდარებელია, ვთქვათ, ანუ ძალიან შორს წავალთ ეხლა იქამდე რომ მივიდეთ, მაგრამ ზოგადად ტენდენცია ჩამოყალიბდა და მე იმედი მაქვს რომ ამ არჩევნებით დამთავრდება, დასრულდება ეს ტენდენცია, რომ ყველაფერი იქნება გადაბრალებული, ვთქვათ, წინა ხელისუფლებაზე. ორ ძალიან მოკლე რამეს ვიტყვი, ერთი რაც მე მინდა უსურვო ხელისუფლებას და თქვა ძალიან კეთილი განწყობით რომ ნუ ჩავარდებიან თვითკმაყოფილებაში ერთი აი ამ არჩევნების თქვა ქებით რაც მე მესმის და მეორე იმითი რომ მათ მიიღეს მართლაც დამაჯერებელი 62% არ არის ცოტა, იმიტომ რომ ჯერ ერთი არის მართლაც ის რაოდენობა ადამიანის ვინც არ მოვიდა და კითხვის ნიშანი როგორც მინიმუმ გაუჩნდა ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით და მე მაგ ბოლო დროს განცდა რომ ეს თვითკმაყოფილების ხარისხი იმატებს ხელისუფლებაში და ეს არის ძალიან არასასურველი მათთვის და ქვეყნისთვის პირველ რიგში და მეორე კიდევ უფრო სერიოზული საკითხი რაც მე გავიგებ თქვა პრემიერისგან და ზოგადად საზოგადოებაში ეს ჟღერს რომ როგორ გაბედეს და მიცეს ნაციონალურ მოძრაობას 21%-მა ხმა. ანუ
აუტანლობა პრაქტიკულად განსხვავებული აზრის და შეფასება პრემიერის მხრიდან როგორც დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანებად იმ ადამიანების ვინც მისცა ხმა 22% ნაციონალური ეს არის ნათქვამი როგორ გაბედეს და მისცეს პრემიერმა მე ვსაუბრობ საზოგადოებაში არა აქ საუბარი იყო რომ იქიდან გამომდინარე იყო 22% ეს 22% მეტყველებს დაბალი პოლიტიკური კულტურის არსებობაზე ქვეყანაში რაც გარკვეულწილად შეურაცხყოფს იმ ადამიანებს ვინც მისცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას ეს ერთი და მეორე ეს ასახავს გარდა პრემიერის განცხადებისა ასახავს ზოგადად საზოგადოებაში არსებულ განწყობას რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ მინდა ჩამოთვალო მაგრამ ბევრი სატელევიზიო სივრცეშიც ამბობს რომ როგორ გაბედეს და მიცეს ნაციონალურ მოძრაობას ხმა მე ამას მიუხედავად ჩვენი სიმპათიებისა მიუხედავად იმისა ვის მივეცით ჩვენ ხმა ჩვენ და შევეგუოთ და უნდა გვიხაროდეს რომ არსებობს განსხვავებული აზრი არსებობს მყარი ოპოზიცია და ეს საბოლოო ჯამში არის ქვეყნის სასიკეთო და ესეთი განცხადებები და განწყობები მხოლოდ ხელს შეუშლის პლურალისტური ნორმალური დემოკრატიული საქართველოს განვითარებას დიდი მადლობა ჩვენ დავბრუნდებით სტუმრებთან ერთად მხოლოდ რამდენიმე წუთში ახლა რუსთაველის ეთერში რეკლამის დროა ჩვენ ბრუნდებით არჩევანის სტუდიაში დეპუტატებთან და ექსპერტებთან ერთად ჩვენ ვაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნებს, არჩევნების შედეგებს და იმ მოვლენებს, რომლებიც შესაძლოა ამ არჩევნების შემდეგ განვითარდეს. მე ვიდრე გადავიდოდეს სტუმრებთან, მინდა კიდევ ერთხელ ვნახოთ თუ როგორი იყო აქტივობა ამ არჩევნებზე მოსახლეობის, ვინაიდან ამაზე ჩვენც უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ აქტივობა შედარებით დაბალი იყო. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ 2012 წელს აი ჩვენ ხედავთ აქტივობა იყო 61%, ხოლო რაც შეეხება ბოლო არჩევნებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა იყო 47%, ნახევარზე ნაკლები თქვენ ხედავთ განსხვავებას ამ ორ მაჩვენებელს შორის. ბატონო გიორგი, თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად იყო ოპოზიციის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის როლი იმაში, რომ ამ არჩევნებმა ასე მშვიდად ჩაიარა? მე მინდა ერთი ზოგადი განცხადება გავაკეთო იმ დისკუსიის თაობაზე, რასაკვირველია ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს იმ დისკუსიის თაობაზე, რომელიც ამ დარბაზში გაიმართა. არჩევნები იმართება იმისთვის, რომ ხალხმა გამოხატოს თავისი აზრი. ეს არჩევნები ჩატარდა. აქ მყოფი ადამიანების და მე მგონი საერთაშორისო დამკვირვებლების და ყველა, ასე ვთქვათ, ადგილობრივი დამკვირვებლების და სხვების მიერ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ არჩევნებმა პრინციპულად ასახვა ის განწყობები, რომლებიც ხალხში არსებობდა. ეხლა მუდმივად ერთი და იგივეზე ლაპარაკი. მუდმივად იმაზე ლაპარაკი, წარსულზე ლაპარაკი, პირველივე სხდომაზე, სამწუხაროდ მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის განწყობა, ეს არის მნიშვნელოვნად უმრავლესობის განწყობაც. მუდმივად წარსულზე აპელირება, მუდმივად დისკუსია წარსულის თაობაზე, სინამდვილეში რაც გადადის კინკლაობაში და რაც ხელს უშლის იმას, რაც აქ იყო ლაპარაკი, რომ რეალური პოლიტიკური პლურალიზმი ჩამოყალიბდეს, რომელიც დაეყრდნობა ხედვებს. როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ, როგორ გავაგრძელებთ ხედვებს წინ, რა თქმა უნდა, წარსულის გათვალისწინებით. ეხლა აქ დისკუსიას აზრი არ აქვს, იცით, რამდენიც არ უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ეს სამართლიანობა ასე ვთქვათ გამჭვირვალეთ უნდა აღდგეს და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში ოპონენტები იტყვიან რომ ეს ასე არ არის, აქ არის დარღვევა და ასე შემდეგ. ამ დისკუსიით ჩვენ ამ საკითხს ვერ გავარკვევთ. ეს საკითხი უნდა გაარკვეს ან სასამართლომ, სხვა მექანიზმები შედგეს და ასე შემდეგ. მე მგონია საზოგადოების განწყობა ყველასათვის ნათელია და ამდენად ზედმეტად მიმაჩნია რომ ეს იყო ჩვენი დისკუსიის თემები. მე მინდა დავაბრუნდე საკითხს, მინდა გამოეხმაურო და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ესე იგი ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტის გამონათქვამს, მე მგონი საქართველოს უნივერსიტეტიდან იყო ეს ახალგაზრდა, სხვათა შორის მე იმედი მაქვს, რომ ესე იგი თუ რეალური პარტიები და რეალური პოლიტიკური პროცესი საქართველოს წარიმართება, ამის მთავარი შემოქმედები გახდებიან ახალგაზრდები და არა ის ხალხი, რომელსაც რაღაც გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ვთქვათ და ვაფერხებთ სინამდვილეში ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმართვა ჩვენი გამოცდილების გამო. ეს ადამიანები ფიქრობენ იმაზე, ამ ახალგაზრდამ თქვა, რომ ეხლა შესაძლებელია მართლაც რეალური დისკუსია დაიწყოს. მეც მგონია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამაც გარკვეულწილად დაიკავა ისეთი პლატფორმა,
რომელიც არ იყო განსაკუთრებით მწვავე, მე მგონია რომ ეს მათ ინტერესებში შედიოდა და მე მგონია რომ ძალიან ადეკვატურად, ასე ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ როგორც ბატონი გი ამბობდა, დაიწყონ გზა იქითკენ, რომ ჩამოყალიბდეს რეალური პარტია, იქცეს ეს რეალურ პარტიად. მე მგონია რომ მნიშვნელოვანწილად იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას, აერთიანებთ რაღაცა. ეს რაღაცა არის ის, რომ ისინი იმ მაშინ არსებულ წესრიგს, ახლა მე ამის აღწერას არ შეუდგები, ასე ვთქვათ, პრინციპში მიიჩნევენ ისეთ წესრიგად, რომელიც სასარგებლოა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც და ისინი იმ შეხედულებებს იზიარებენ პრინციპულად, რომლებიც იმ დროისათვის იყო დამახასიათებელი და იმ წესებს, ასე ვთქვათ, მიიჩნევენ კარგად, რომლებიც მაშინ არსებობდა. ეხლა თქვით რომ მანამდე ნაციონალური მოძრაობა არ იყო რეალური პარტია. მანამდე საქართველოში, არა, დღეს ამ ადამიანებმა ხმა მისცეს პოლიტიკურ პარტიას. მათ არ მიუციათ ხმა სახელმწიფო პარტიისათვის, რომელიც მანამდე იყო ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ქართული ფენომენი, ეს არის საბჭოთა ფენომენი, რომელიც ყველა პოსტსაბჭოთა სივრცეშია და ნაციონალური მოძრაობა იყო ნამდვილი პარტია სახელმწიფო რა, იმ ტიპისა, რომელიც, პოსტსაბჭოთა ტიპის, ახლა თლად კომუნისტური პარტიის ტიპის არ იყო, მაგრამ ესეთი პარტია სახელმწიფოს ტიპის ორგანიზაცია იყო რა. არა, სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ესეც არის ერთგვარად შემაფერხებელი, შემოქმედებითი პოლიტიკური პროცესის წარმართვისა, როდესაც მთელი ჩვენი კრიტიკა მიმართულია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აღარ არსებობს ეს საბჭოთა კავშირი. აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, საბჭოთა კავშირს არ იცნობენ, მათ იქ არ უცხოვრიათ. ჩვენ დღეს არსებული სინამდვილე უნდა გავაკრიტიკოთ, უნდა ვეძებოთ გზები, ცხადია, ისტორია უნდა ვიცოდეთ, საბჭოთა კავშირის ისტორიაც უნდა ვიცოდეთ, უფრო ადრინდელი ისტორიაც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ჩვენ წინ მივდიოდეთ, ასე ვთქვათ, ვადარებდეთ რა საბჭოთა კავშირს და იქ იყო რეპრესიები და ეხლა აღარ არის რეპრესიები და ამიტომ კარგი ცხოვრებაა რა. და ეს არის საკმარისი, არა? ჩვენ გვინდა წინსვლა, ჩვენ გვინდა განვითარება. ეს უნდა გავიხედოთ წინ და ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ოღონდ ეს ბრძოლა არ გადის კინკლაობაზე. ეს ბრძოლა გადის პოლიტიკური პლატფორმების, პოლიტიკური შეხედულებების ბრძოლაზე და მე მგონია, რომ რეალური ოპოზიცია საქართველოში და რეალური პარტიები ჩამოყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ ეს დისკუსიები მართლაც წარიმართება და როგორც ამ ახალგაზრდამ თქვა და როგორც მე ღრმად მწამს, ეს დისკუსიები ძალიან ფართო გასაქანს იპოვის უმრავლესობის შიგნითაც. თუ აქამდე ეს იყო შეზღუდული და იყო კონცენტრირებული, ასე ვთქვათ, აი ერთი მხარე და მეორე მხარე, მე მგონია, რომ ახლა ეს დისკუსიები გახდება საგნობრივი და ეს იქნება ყველასთვის სასარგებლო. მადლობა. გავიხედოთ წინ, ბატონო ზურაბ. როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორ განვითარდება პროცესები მას შემდეგ, რაც უკვე ინაუგურაცია მოხდება პრეზიდენტის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, გამგებლებმა უკვე თქვენს თანამდებობებზე უარი, შემდეგ შეიცვლება გუბერნატორებმა უკაცრავად, შემდეგ შეიცვლება პრემიერ-მინისტრი, ჩვენ რამდენიმე დღეში გავიგებთ ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას და შემდეგ უკვე უნდა დაკომპლექტდეს ახალი მთავრობა. დიახ, კანდიდატის შეჯერობით. ძალიან მოკლედ, მე კიდევ ამავდროულად მინდა ვისაუბრო იმ გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ხელისუფლების კრიტიკის მიმართ გაისმა. პრინციპში ყველა თანხმდებით აქ მსტომები, ოპონენტებიც, მას შორის ვისაც არ მოწონს ქართული ოცნება, მისი გამარჯვება და ასე შემდეგ, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითკმაყოფილებაზე იყო საუბარი და ნამდვილად არ გავეკუთვნებით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თვითკმაყოფილია იმით რა გაკეთდა. ერთი წელიწადი მოდი ვთქვათ, რომ არ არის საკმარისი იმ რეფორმებისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცა ამბიციას გვაძლევს და ხალხის მანდატი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს მონიჭებული, კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთოთ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, რომელზეც მე მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, დღეს უკვე ჩვენ მივახლოვდით ვილნიუსის სამიტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოსთვის. და სწორედ ეს ტესტი, რომელიც დღეს ჩააბარა ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ჩვენ ერთად ხომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი ამაზე ვერავინ ვერ ვიდავეთ. რა თქმა უნდა, აქ საუბარი იყო დარღვევებზე არჩევნების დროს. მე უბრალოდ გავიხსენებ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვარ და იქ გერმანულმა კოლეგამ ისაუბრა აზერბაიჯანში არჩევნებზე, რომელიც ახლახან ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და შეადარა ამერიკის არჩევნებს, რომელსაც ის ესწრებოდა და მივიდა ვაშინგტონში, სადაც იყო საარჩევნო უბანი და ნახა, რომ იქ ეკიდა დიდი ობამას სურათი,
რომელიც იყო ძალიან დიდი დარღვევა, ასე რაზე ვსაუბრობ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც არის დემოკრატიის შუქურა და ამბობს იმას, რომ ეს ქალბატონი საუბრობდა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც უნდა ხელახლა არჩეულ იყო, მისი დიდი სურათი ეკიდა საარჩევნო უბანზე. ეს არის სერიოზული დარღვევა. რა თქმა უნდა, ესეთი დარღვევები ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც და საქართველოში. ხო, ჩვენ დარღვევების გარეშე და რაღაცა ელემენტარული გადასხდომების გარეშე არაფერი არ ხდება და ცხოვრებაც ესეთია, ხო? ამიტომ ეს ძალიან მსუბუქი ტიპის შეფასებები. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო წინ მიდის და ეს ფაქტია და ჩვენ რა თქმა უნდა წარსულის მიმართ გვაქვს გარკვეული ძალიან სერიოზული შეკითხვები, ეს არსებობს საზოგადოებაში, არსებობს ეს შეკითხვები და ამაზე არ საუბრობს მარტო უმრავლესობა. საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა კონკრეტულად იმის გამო, რატო იყვნენ ამდენი ადამიანები დაჭერილი, რატო იყვნენ ეს ადამიანები დევნაში პოლიტიკურში და ასე შემდეგ, ხომ? ამაზე ბუნებრივად ეს პროცესი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ადამიანია ძალიან განწყობილი იმის, რომ სამართლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვებია დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ცალკე საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ სახელმწიფო მიდის წინ. კონკრეტულად ყველა მიმართულებით ეკონომიკაზე, რომელზეც გვესაუბრებიან და კრიტიკულად უყურებენ, ხო, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სოციალური პრობლემები გადაიჭრა სახელმწიფოში. აქ ახსენეს, რომ თითქოს რაღაცა კომიკურია, რაღაცა 100 საწარმო და 100 ქარხანა. ბოდის ვიხდი, მაგრამ რაზეა ეს საუბარი? ის 100 ქარხანა რო იყოს კომიკური, ხალხი არ მოვიდოდა და მარგველაშვილს არ დაუჭერდა მხარ. ამიტომ ძალიან გთხოვ, თქვენ მითხარით, რომ თქვენ ბურთი და მოედანი, აი ბურთი და მოედანი თქვენ არსებობს ოპოზიციური პარტია, არსებობს ნაციონალური მოძრაობა, ხო? არ განადგურდა, არა? მოდი შევთანხმდეთ, რომ არ განადგურდა. აი, ბატონი გიაც საუბრობდა, პარტია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. რაშიც მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ პარტიული ცხოვრება ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. ნაციონალური მოძრაობის დროს არ არსებობდა პარტიები, იმიტომ რომ პრაქტიკულად აბაზ ვისაუბრე და თქვი მე ჩემი სათქმე. ის რაც ხდებოდა მონოპოლია სახელმწიფოში პოლიტიკური დასრულდა, ხომ? არის კოალიცია, რომელსაც აქვს ამორჩენის წინაშე აღებული ვალდებულება. ეს არის 4 წლიანი გეგმა, რომელთა ჩვენ მივდივართ და ბუნებრივია 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევასრულეთ იმ ვალდებულებას, რომელიც დაგვაკისრა საზოგადოებამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპონენტებს ეს არ უნდათ, რომ ესე მოხდეს, მაგრამ საზოგადოება ამას ელით და ესეც იქნება. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელიც განვითარდება, ხომ იქნება ინაugurაციაც, ეს არ იქნება პომპეზური, როდესაც სააკაშვილი ძალიან ზარზე იმით ხდებოდა ამ პროცესს და იყო რაღაცა წინა არჩევნები ძალიან კარგად გვახსოვს და აქ საუბარი იყო რაღაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამების რაღაც კრიტიკულ ნაწილში შეფასებებზე, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიზიარებთ და ბუნებრივია ახლა სააკაშვილის უამრავი გამონათქვამი შეიძლება მოვიყვანოთ აქ და ვისაუბროთ უსასრულოდ, ამიტომ ეს ცალკე თემად დავტოვოთ, მაგრამ რაც თავარია რომ ქვეყანა შედგება ინაugurაციის პროცესი იქნება მოგზალებული, ეს არ იქნება რაღაც პომპეზური თავისთავად, მაგრამ ის რომ გუბერნატორები შეიცვლება ეს კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმებია, დაინიშნებიან ადამიანები პასუხისმგებლობით ახსავსე პირები, რომლებიც გაახორციელებენ ადგილებზე თვითმმართველობას და რეალურად სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. აი ეს არის და ეს და ამიტომ მე მეტი ქარხნებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პროექტები, რომელიც გიორგი დღეს არსებობს ქვეყანაში და ის 6 მილიარდიანი ფონდი, რომელზეც არის საუბარი, თანაინვესტირების, სწორედ ის საკითხები, რომელიც თქვენ არ გინდათ რომ დაინახოთ და ციცრულის მანქანა, რომელიც გინდა ხშირად ამუშაოთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საზოგადოება ამას არ იზიარებს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რა ბურთი და მოედანით გიბრუნებთ უკან. გავთ ის რაღაცა 21% ხო? საზოგადოების ხარდაჭერის არა და თქვენი საზოგადოების რაღაცა ნაწილი გიწევთ საზოგადოებას და აგერ კი ბატონო თქვენ ელექტორატს მიხედეთ, იმუშავეთ იმ საკითხზე და არავინ არ გებრძვით, არ გებრძვით თქვენ არავის არ უნდა რომ გიორგი კანდელაკი განადგურდეს მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს და აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ხედავთ ქვეყნის განვითარებას. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია არსებობენ ეს პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების ადამიანები, რომლებიც ვართ იმ პარლამენტში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აი ასაუბრობენ იმას, თითქოს რომ კოჰაბიტაცია არ დამთავრებულა ვინაიდან პარლამენტში არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში კოჰაბიტაცია არ არის პარლამენტში ოპოზიციის არსებობა. ეს აბსოლუტურად სხვა საგანია, იმიტომ საზოგადოება ბევრმა დამისვა შეკითხვები, რა ნაციონალური მოძრაობა რო რჩება პარლამენტში, ისე ხო გრძელდება კოჰაბიტაცია. არა ბატონებო, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო პრეზიდენტის არსებობა, რომელიც წარმოადგენდა სხვა პოლიტიკურ ძალას, დამთავრდა ეს პროცესი, პარლამენტში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არიან, ეხლა ბევრნი არიან თუ ცოტანი არიან, ესე არის ამ ეტაპზე მომავალი გვიჩვენებს უკვე სხვა დროს როგორ იქნება. გიორგი, როგორ აპირებთ ხელისუფლების გაკონტროლებას მომავალში, როდესაც პრეზიდენტი
უკვე მარგველაშვილია ქართული ოცნების წარმომადგენელი და როდესაც უკვე გუბერნატორებიც ამავე პარტიის კოალიციის წარმომადგენლები იქნებიან და ასე შემდეგ. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ რამდენად ეფექტური იქნება მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ეს ამ არჩევნების დღემ ჩაიარა და ამით არჩევნების თემას აღარ შევეხები და ვთქვათ, ნორმალურ ატმოსფეროში არის ის, რომ პირველად, ისევ და ისევ პირველად საქართველოს ისტორიაში იყო ოპოზიციური პარტია, რომელიც აწარმოებდა ცივილიზებულ კამპანიას. თქვენ ვერ გაიგებდით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან, რომ დავამხოთ, გამოვიდეთ ქუჩაში, შევიჭრათ და ასე შემდეგ. იმგვარ რიტორიკას, რომელიც გვესმოდა წარსულში. მე სიამაყის გნობით აღვივსე, როცა დავით ბაქრაძემ წარმოთქვა თავისი სიტყვა არჩევნების საღამოს და მიულოცა გამარჯვებულ კანდიდატს გამარჯვება სამწუხაროდ პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ მეტად მკვახე პასუხი და შესთავაზა თანამშრომლობა სხვათა შორის. ოპოზიციის ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი ჩვენ მივიღეთ ჩვენ არა არ უნდა მიეყენებინა შეურაცხყოფა ოპოზიციის ამორჩევლებისთვის. კიდევ ერთი რამ რაც აჩვენა ამ არჩევნებმა არის ის რომ წერტილი დაესვა ყოველგვარ სპექტრში. შეიძლება მე გისმენდით მოთმინებით ბატონო ზურაბ მე გისმენდით მე გისმენდით ბატონო არა სულ მიშლი და არა იმიტომ რომ იცი და კიდევ ერთი რამ რაც წერტილი დაუსვა ამ არჩევნებმა არის ყოველგვარი სპეკულაცია ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენით ნინო ბურჯანაძემ რომელიც სწორედ აი ამ პლატფორმით იღებდა მონაწილეობას არჩევნებში რომ ყველანი ციხეში და ასე შემდეგ მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ის რაც მიიღო იმ ამორჩებელო რომელსაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და არა გიორგი მარგველაშვილს, ცალკე აღებული გიორგი მარგველაშვილი, რა თქმა უნდა, მას არანაირი შანსი არ ექნებოდა ამ არჩევნებში. ამორჩეველა მაინც ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა მხარი. რატო ლაპარაკობთ ესე? ამორჩეველა ხმამის არა დაპატიმრებების გაგრძელებას. მე ჩემ აზრს გამოვიდა ბატონო ზურაბ და თქვენ თუ არ მეთანხმებით, თქვენ დააფიქსირეთ მე თქვენი აზრი. თუ შეიძლება რა ძალიან გქოთ რა. არა, რაღაც უაზრო და მოусმინოთ ბატონო ზურაბ, თუ მონოლოგის თუ მე წავალ და დარჩი თქვენ და ილაპარაკეთ. დისკუსიას აზრი არა აქვს ახლა ეს. მივიდა ხალხი და გიორგი მარგველაშვილს დაუჭირა მხარი და გამოდის პარლამენტარი და მარგველაშვილს ხარ ვერ შევძლებ ბატონ ზურაბ მოусმინოთ და შემდეგ ნებადება საშუალება გასახება. არა სწორედ ის წერტილი დაესვა აი ამ სპეკულირებებს ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენით ხალხმა რომელსაც სურდა აი ყველანი ციხეში და ასე შემდეგ ეს დაუჭირა დათო ბაქრაძეს და არ დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას ხარი დაუჭირება იმ ამორჩეველმა უმრავლესობამ ამორჩევლებისა კი ბატონო, რომლებსაც ხმა მისცეს უკეთეს ცხოვრებას და არა უარეს ცხოვრებას და არა დაჭერეს და არა კატაკლიზმებს. ეხლა ოპოზიციის ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში არის გამოიყენოს ის მანდატი, რომელიც მან მიიღო არჩევნებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ იმდენი რამდენის მივიღეთ და კვალიფიციურად, კომპეტენტურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკონტროლოს მთავრობა და ასე ვთქვათ, ანგარიში წარმოადგენინოს მას, პასუხი აგენებინოს მას საკუთარი დანაპირებების განხორციელების თვალსაზრისით. ჩვენ პირდები ამორჩეველს, რომ ძალიან დეტალურად, კომპეტენტურად, ყოველგვარი ემოციების გარეშე ძალიან კონსტრუქციულად და ჩვენ არ ვცხონია არავითარ შემთხვევაში მხარის დაუჭიროთ მთავრობასთან ერთადაც ვიმუშაოთ, როცა ქვეყანა სჭირდება და მე ვფიქრობ, დავით ბაქრაძემ ეს ძალიან კარგად დაამტკიცა, გავაკონტროლეთ მთავრობას ყველა დანაპირებთან მიმართებაში. იქნება ეს დაუშვათ ელექტროენერგიის ტარიფების განახევრება, იქნება ეს ბენზინის განახევრება, იქნება ეს 220 ლარიანი პენსია, იქნება ეს კრედიტებთან დაკავშირებული სიტუაცია და იქნება თუნდაც ის ყვადაღებული 100 ქარხანა და სამწუხაროდ დღეს საქართველოში ქარხნებია კი არ იხსნება, იხურება იგივე სარეცხის საშუალებების ქარხანა თქვენ მოგეხსენებათ წეროვანში რომელიც იყო სადაც ასეულობით ადამიანი იყო დასაქმებული მაგალითად დაიხურათ აღარაფერს ვამბობ თქვენ სოფლის მეურნეობის იმაზე თუ შესულხართ გიორგი იმაზე საიძე და გინახე რამდენი საწარმო გაიხსნა ხო და არ შეიძლება ტყუილების საუბარი უბრალოდ რა თქმა ამაზე მეთქოლეს ბატონო ზურაბ საქართველოს იყი და გადახედეთ საქართველოს ბატონ ზურაბ დაასრულა ახალგაზრდები ისმენენ ტყუილს და თქვენ მე გიორგი საგებელი აქედან არა ბატონო ზურაბ ბატონ ზურაბ თქვენ მოგეცემათ პასუხის საშუალება რა თქმა უნდა სამსახურების მიხედვით სტატისტიკის მანქანა შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ხო ბატონ ზურაბ დაასრულოს და თქვენ მოგეცემათ პასუხის საშუალება ხოლო პირველ კვარტალში კერძო სექტორში დაეკარგა 42000 სამუშაო ადგილი. მე არ გულისხმობ იმ დე-ფაქტო დაკარგულ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების გამო გაჩერდა, ანუ 100,000-ობით ადამიანი რეგისტრირებულია როგორც დასაქმებული, მაგრამ არ იღებს რეალურად შემოსავალს. ანუ დე-ფაქტო ისიც არის უმუშევარი. ეს ტენდენცია სამწუხაროდ არის აღმავალი. ამაზე საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ალბათ გარკვეული ირონიაც არის, როცა ბიძინა ივანიშვილი მიდის, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მილიარდერი არის და გვიტოვებს მომავალი წლის ბიუჯეტში უზარმაზარ შიდა ცუდვალს 400 მილიონ ლარზე მეტის ბალის აღებას აპირებს მთავრობა მომავალ წელს
ბიუჯეტის დასაბალანსებლად, იმიტომ რომ იკლებს შემოსავლები, ეკონომიკა ქვემოთ მიდის და მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ვალი არის არაუბრალოდ რაღაც საერთაშორისო გეტყვით ახლა. საკეთ ბიუჯეტი წერია, ბიუჯეტი წერია. მე წავიკითხოთ თქვენ განსხვავებით. საერთაშორისო ეს არის რაღაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული ვალი, ზელვადიანი, სადაც 10 წლის ვერ უნდა დავწყვიტ გადაგ. არა, ეს არის შიდა ვალი ქართული ბანკებისგან აღებული მაღალ პროცენტიანი. აქამდე ვალები როგორ აი ამას გვიტყვით თქვენ რა მომდით რომ თქვენი კოალიციის შიგნით არის დისკუსია და უფრო მეტი უნდა იყოს დისკუსია, მე იმედი მაქვს რომ მართლა მეტი იქნება დისკუსია, მაგრამ მართლა რომ დისკუსია იყოს თქვენი კოალიციის შიგნით, თქვენ ალბათ გეცოდინებოდათ ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თქვენ ეს არიცით, მე ვფიქრობ და ესეც ერთ-ერთი ასე ვთქვათ სიმპტომია იმისა, რომ ყველაფერი კარგად არ არის მართლ გუნდში და მართლი გუნდი წარმოადგენს მაგრამ პრემიერმა თქვა რომ აპირებს სწორედ პარლამენტში მისვლას ამ საკითხის განხილვას და სწორედ ამიტომაც გადადვა ასე ვთქვათ შაბათისთვის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება. ამ სახელმწიფოში თავარი ფიგურა, თავარი გადაწყვეტილების მიღები, ახალი საკონსტიტუციო მოდელით ეს არის პრემიერ-მინისტრი და ეს არათუ ჩვენ მართველი გუნდის წარმომადგენლებმაც არიციან, ეს ნორმალურია? ერთი წამით რა. თქვენ როგორ ხედავთ? როგორ ხედავთ ვითარების განვითარებას? ამ ცვლილებების შემდეგ სერიოზულად მიმდინარეობს სიცრუის დემონსტრაცია ვთქვათ. ნახევარ მილიონ ამომრჩეველზე მეტი არ მოსულა აქ. ეს გამოხატავს გარკვეულ ტენდენციას. ერთი ტენდენცია არის ის, რომ მართლაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ იყო საკმაოდ მძიმე რეპრესიები. ჩვენ ვერ დავასახელებთ ვერცერთ წელიწადს, როდესაც გენერალური მდივანი არის დაპატიმრებული, როდესაც 1000-ზე მეტი არის პირდაპირ ასე ვთქვათ, აღძრულია საქმე და 10,000-ობით 25,000-მდე ადამიანი დაყავდათ პოლიციაში. უბრალოდ თქვენ აუფასუროთ იმ ღვაწლს, რომელიც მართლაცაა. უფრო მეც უკაცრავთ, რაც ციხე რაშუაში. ჩვენ უშუალოდ პარტიის აქტივისტებზე ლაპარაკობთ. ჩვენ აქტივისტები არჩევნების წინ როგორი თქვენ აუფასურეთ იმ ღვაწლს, რომელიც ჩაატარა ბატონმა კბილაშვილმა და ბატონმა ღარიბაშვილმა. მათაც ეწყინებათ მე მგონი. გარდა ამისა, არის მეორე ამომრჩეველი, რომელიც გარკვეულწილად იმედგაცრუებულია. მე გეტყვით, რატო არის იმედგაცრუებული? წელს ბიუჯეტს დააკვდება 400-დან 700 მილიონამდე ლარი. ამაზე ეს ხო ფაქტი არის, ხო? დაახლოებით 2% ნახევარი ფინანსთა სამინისტროს თანახმად. ამაზე თქვენ ხო პასუხი არ აგაქვთ. ეს არის საკმაოდ დიდი ციფრი. ეს არის დაახლოებით 2%-იანზე მეტი უმუშევრობის ზრდა. ეს არის პირველი ბიუჯეტი და მე უნდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა შეიძლება ბევრ რაღაცებთან არის დაკავშირებული. დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ბიუჯეტს ბიძინა ივანიშვილი ვერ გამოიტანა. ბიძინა ივანიშვილი კი არა, ხადურისაც კი ვერ გამოუტანია, ეს მოვიდა მისი მოადგილე და მან წარადგინა. ეს არის პირველი ბიუჯეტი. რომელშია სერგო, ნუ ნერვიულობთ. როა დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგი ბიუჯეტს, 3 მილიარდ ლარამდიანი მარტო სოციალური და ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე. დავამთავროთ, ხო? ეს არის პირველი ბიუჯეტი, სადაც პენსიონერების ზრდა არა. პენსიონერების ზრდა არის, პენსიების ზრდა არის. მაგრამ პენსიების ზრდა არის, მიპასუხეთ. პენსიები გაიზარდა. იმ ეტაპზე რაზეც პენსიები გაიზარდა და ყველას ეს აკმაყოფილებს. ეს არის არ არის საკმარისი. ფანტასტიკური პენსიები არის, უკაცრავ 200 ილაკი ასანი არ ვამბობ და 200 ლარიანი 200 ლარიანი 4 წლის განმავლობაში მეგობრებო პენსიები გაიზარდა ეს არის ყველა კმაყოფილი ეს არის ფანტასტიკური შედეგი ეს არის ფანტასტიკური შედეგი მე ვამბობ რომ მომავალს არის მე ვამბობ რომ თქვენ ხო ამბობ რომ უკეთეს წელიწადი იქნება ვიდრე წელს თქვენ ხო ამბობ რომ უკეთეს თქვენ დროს ადამიანი ერთმა დაიპაროს ეს არის პირველი წელი ან სახლის გაყიდვა რომ იწევდა ან ვალის აღება იმისაც რომ ელემენტარული ჯანმრთელობის საკითხი ეს არის პირველი წელი, როდესაც ეს პრობლემა მოიხსნა, პარლამენტში გამოდით და ილაპარაკეთ. დააცადეთ თუ შეიძლება რა. დაუსვენოთ თუ რა მოусმინოთ. ბატონ სერგოს მოусმინოთ ისე. ეს არის პირველი წელი, როდესაც პენსიები არ იზრდება. მორჩა. ეს არის პირველი წელი, როცა ძალიან ცუდი ადრე კარგი იყო როცა პოლიციის ხელფასი არ იზრდება. ეს არის პირველი წელიწადი, როცა პოლიციის ხელფასი არ იზრდება. ეს არის პირველი წელიწადი, როცა ჯარისკაცის ხელფასი არ იზრდება. პირველი წელიწადი. ეს არის წელიწადი, ეს არის ის წელიწადი, როდესაც მასწავლებლის ხელფასი არ გაიზრდება.
ეს არის წელიწადი ერთ რაც შეეხება კონტროლს, რაც შეეხება კონტროლს. მომავალ წელზე წერს ხო გაიზარდა? ხო და მომავალ წელზე ბედნიერად 100 ლარი ზრდიდი, მასალებზე ხება. ბედნიერებაში შევედი. ჩვენ ხო ამბობთ ეს წელიწადი იქნება უკეთესი ვიდრე წინა წელიწადი. ხო და დამაცადე გეტყვი რა, თუ ეხლა მარტო შენ ვილაპარაკებ, ეგრე როგორ გეტყვი? ხო, მაგრამ მე ხო არ მაცადებ ლაპარაკი. არ მაცადებ. დაასრულეთ ბატონო სერგო. დაასრულეთ და მე ექსპერტებთან უნდა გადავიდე. მე უნდა გითხრათ, აგერ სტუდენტები ხო არიან რა? ეს არის წელიწადი, სადაც ბიუჯეტში დაგეგმილი, ასე ვთქვათ, ისინი რა ქვია, გრანტები, რომელიც უნდა გადაცემოდა აი ამ ახალგაზრდებს 1000-ით მეტი. 1000 ადგილით მეტი და ამაში დაიხარჯა 10 მილიონი. ფაკულტეტია და რამდენმა მიწაფემ მიიღო უფასო წიგნი. 1000-ით მეტი, 1000-ით სულ ბატონ გიორგი, გარდა ამისა, ბიუჯეტის მოკლედ არ გვექნება ჩვენ დრო რა, ბატონ გიორგი, ეგრე არ გამოვა ეგრე რა. კარგი, დაასრულოს ბატონ სერგომ და მე უნდა გადავიდე ექსპერტებთან. დაგიბრუნდებით აუცილებლად. გრანტი. არ მივიღებთ მონაწილეობას. დაგიბრუნდებით აუცილებლად ბატონ გიორგი. ბატონო იაგო, თქვენ ხედავთ, რომ უმცირესობა ძალიან პესიმისტურად ხედავს გასულ წელსაც და მithumetes მომავალ წელს ბიუჯეტიდან გამომდინარე, რასაც რა თქმა უნდა არ ეთანხმება უმრავლესობა. თქვენ როგორ ხედავთ მომდევნო თვეებს, განსაკუთრებით იმ ცვლილებების შემდეგ, როდესაც მთავრობა თავიდან დაკომპლექტდება, იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. ხო, არ ვიცი, ხა აქ ცოტა კომიკური ვითარება იქნება ბატონ გიორგი. ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებაზე გველაპარაკება პოლიტიკური ძალა, რომლის დროსაც მე გეუბნებთ ხა ოფიციალურ მონაცემებს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ საქართველოს 40 და მოსახლეობის 42% იმყოფებოდა. 42%, სხვა შორის ამას სამწუხაროდ სტატისტიკის ცენტრალური სამმართველო ოფიციალურ გვერდზე არდებს, ისინი აქვეყნებენ მხოლოდ ეგრეთ წოდებული რელატიური, ანუ შეფარდებით სიღარიბის მაჩვენებლებს, აბსოლუტურ სიღარიბის მაჩვენებლებს სახელმწიფო და ხელისუფლება ხმამაღლა არ საუბრობს, მე გეუბნებით, ეს მონაცემები დათვლილია, ეს არის ოფიციალური მონაცემი, ოღონდ არაგამჟღავნებული მონაცემი, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება საქართველოს მოსახლეობის 40-დან 42%-მდე. ახლა როდესაც იყო შესაძლებელი რაიმე რადიკალური ცვლილების მე ამ ხელისუფლების ხელში არ გეუბნებით ამას, გეუბნებით წინა ხელისუფლების ხელში. ამიტომ ცოტა ასე ვთქვათ, ნუ კარიკატურულად მოჩანს ირონია, საყვედური ახალი ხელისუფლების მიმართ, რომ მათ სიღარიბის მდგომარეობის თვალსაზრისით ერთი წუთით გიორგი, ერთი წუთით წერს. ეს ერთი, მეორე ხა როდესაც განხორციელდა რაღაც სოციალური პროექტები. რასაკურველია ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი. რასაკურველია უმშევრობის პრობლემა, კვლავ ნომერ პირველი პრობლემა, რასაკურველია ხელფასების ზრდა, სიღარიბე. ამაზე თვალის დახუჭა როგორ შეიძლება? ეს რასაკურველია ძალიან მწვავე პრობლემა, ძალიან დიდი გამოწვევა ახალი ხელისუფლების წინაშე და ამ გამოწვევას მან უნდა უპასუხოს, მაგრამ რასაკურველია არ ახსენო აქ ხელფასების ზრდა, პედაგოგების არ ახსენოთ თუნდაც პენსიის ზრდა, არ ახსენოთ თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლითაც ადამიანთა გარკვეულმა რაოდენობამ შვება იგრძნო. ეს ნუ უბრალოდ ვთქვათ უსამართლობაა და არაობიექტური დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ მეორე სოციალური პროექტების განხორციელება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთი წინაპირობა იყო და ეს ფაქტობრივად არის გამოწვევა, რომელსაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. და ჩვენ რასაკურველია ველოდებით ყველა ამ თვალსაზრისით წინსვლას საქართველოში. მეორე მხრივ თქვა საინტერესოა ისიც, რომ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ბატონ გია საუბრობდა აბსოლუტურად ვეთანხმები თვალსაზრისით, რომ დისკუსიები, საგნობრივი დისკუსიები და თემატური დისკუსიები უნდა გაიზარდოს და კინკლაობას არ უნდა გადაყვეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ არ შეიძლება ასევე არ ვაღიაროთ. დღეს ხელისუფლებაში არის კოალიცია თავის შინაარსი ჭრელია, იდეოლოგიურად დაჭრელია, სამხედროების თვალსაზრისით დაჭრელია. კი, აერთიანებთ მათ რაღაცა საერთო ღირებულებების სისტემა, მაგრამ მაინც ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჰომოგენური პოლიტიკური მოცემულობა და ამან არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ქვეყანაში ხელი შეუწყო ჰორიზონტალური მართვის ძალიან კარგი პრაქტიკის დამკვიდრებას.
მე მართლა არ მახსენდება თუ არა და აქ არის ერგო და აქ არის ბატონი გიორგი და მითხრათ. ერთი განცხადება მაინც თუ გახსოვთ, რომელიმე მაღალი რანგის ჩინოსანის რომელიც დაუპირისპირდებოდა სააკაშვილის რომელიმე გადაწყვეტილებას. რომელიმე გადაწყვეტილებას ანთუნას სამამდეობის პირის დანიშვნასთან დაკავშირებით ან რაიმე პროექტის განხორციელებასთან. აი, ხელისუფლებაში ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს დაპირისპირება ხდებოდა, მაგრამ ეს დაპირისპირება ხდებოდა და არა, ნუ ეს რაღაცა ყურით მოთრეული არგუმენტია. ჩვენ ხვდებით, რომ დღეს კოალიციის შიგნით გადაწყვეტილებები მიიღება დაბალანსებულად და რაღაცა შინაგანი დისკუსიის და ჭიდილის ფონზე. მე შემიძლია გავიხსენო. მე შემიძლია მაგალითი გავიხსენო. ერთი წუთი. უმაღლესი განათლების კანონზე კანონში შემოვიდა დამატებები, ხო? ვიცით, რომ ინიცირებული იყო ერთ-ერთი ცვლილება იყო. არა, ვიცი, მაგალითი მომყავს უბრალოდ ერთ-ერთი ცვლილება იყო ის, რომ მაგალითად რექტორები უნდა დაენიშნა პრემიერ-მინისტრს. თავად კოალიციის შიგნით აღმოაჩნდა ამ გადაწყვეტილებას. მოგვინააღმდეგა და გადაწყვეტილება შეიცვალა. მე ესეთი პრეცედენტები პრაქტიკულად არ მახსოვს. გასაკვირველია, ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლით, პოლიტიკიდან წასვლით, აი ამ ჰორიზონტალური მართვის პრაქტიკა, ჩემი რწმენით და ჩემი დაკვირდებით კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც არაჩვეულებრივი პრეცედენტია ქართულ პოლიტიკაში. თქვენ როგორ თვლით, რამდენად გაძლიერდება ჰორიზონტალური მართვის პრაქტიკა ივანიშვილის წასვლის შემდეგ? ზუსტად ტერმინი არ მესმის, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა. პიროვნული იქნება. ხო, არა, მე გეტყვით თქვათ მე როგორ ხედავ ამოცანებს რა არის. პირველ რიგში ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ გადადის საუბარი იმაზე, რომ აი მაშინ აბარაკეთდებოდა და შენ იმას როგორ ამბობ და ასე თქვათ რეალურად არ საუბრობ ჩვენ ეხლაც კი თქვათ იგივე ექსპერტებიდან მოდის ეს საუბარი რაღაცა იმაზე რა ამოცანები აქვს დღეს სახელმწიფოს. პირველ რიგში მთავარი საკითხი ხარ რაც დგას ეს არის რა როლს ითამაშებს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და მთავრობის თქვათ მართვაში, ეს განსაზღვრავს მე პოლიტიკურ რამდენი დემოკრატიული იქნება და გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესები. მე მაქვს არა მარტო მე საერთაშორისო განსჯის საგანიც კი არის, რომ მას ეჭვი, რომ მას ექნება ამბიცია, რომ გარკვეული კონტროლი მთავრობაზე პასუხისგებლობის გარეშე იქონიოს და გავლენა. რამდენად ეს მოხერხებადია არ ვიცი, მაგრამ ის რომ უზარმაზარი რესურსების მქონე ადამიანი და დიდი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი მიდის ჭრდილში და გაურკვეველია არ ამბობ ზუსტად რას აპირებს რომ გააკეთოს, რა თქმა უნდა ამ კითხვებს აჩენს და ეს კითხვები იქნება, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. მეორე, ის ფორმა როგორც ჩვენ გვთავაზობს, თქვათ ახალ პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა გაუგებარია, მიუხედავად იმისა, რომ იქნება მე პარლამენტში მსჯელობა, თუ მიდის, უნდა წავიდეს და მაშინ ეს კანდიდატურა წამოაყენოს პარლამენტმა და ამ პროცედურის არ უნდა ველოდებოდეთ ჩვენ როდის მოვა შაბათი და როდის გვეტყვის პრემიერ-მინისტრი, რომ აი ვინ არის მის მიერ მოფიქრებული კანდიდატურა. ეს მე ნამდვილად არ მომწონს. რაც შეეხება მე ეს თქვი გადაცემის დასაწყისში, რომ შარშან ჩვენ ძალიან დიდი რესურსი დავხარჯეთ, იგივე საერთაშორისო შესაძლებლობების გამოყენებაზე რაც იყო, იქნებოდა ეს ევროკავშირი თუ ნატო, წელს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის ამ მთავრობის და წარმატება ქვეყნის, ეს არის ვილნიუსის სამიტი, ეს ცალსახად არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ამის მერე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა, რომ ვიცოდეთ როგორი იქნება ჩვენი პერსპექტივა ინტეგრაციის ევროკავშირში, რა როლს ითამაშებს ევროკავშირი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და რა პერსპექტივები გვაქვს იგივე 2014 წელს მომავალ ნატოს სამიტზე, რომელიც ბუნებრივია თუ ჩვენ ისე დავხარჯავთ რესურსებს, როგორც მოხდა ეს შარშან, რომ მაგალითად არ მინდა გახსენება ისე ქექვა, მაგრამ მაგალითად გიორგი კალანდაძის დაკავების გამო გადაიდო სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, ესეთი ტიპის რაღაცები თუ მოხდება, ბუნებრივია ჩვენ ძალიან დიდ შესაძლებლობებს დავკარგოთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს არის წარსულში დატოვებული, ეს არის გამოტანილი, გაკვეთილი და ეხლა ეს რესურსები იქნება მიღწევებზე. ბატონ ზურაბ, თქვენ როგორ ხედავთ პრემიერ-მინისტრს, რომელიც უკვე სამოქალაქო სექტორშია გადასული, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ, რა ფორმით შეიძლება მას გავლენა ჰქონდეს მთავრობაზე, თუ ექნება მას ასეთი გავლენა? ზედმეტი დრამატიზირება ხდება ამ მომენტის, ესე იგი, მე მახსოვს, რომ ჩერჩილი გადადგა ერთი მომენტი და მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გავლენა პოლიტიკურ წრეებზე, პარლამენტზე,
მაგრამ ამის გამო არა და მოუბრუნდა მე ჩეჩილი ისე პრემიერ-მინისტრი გახდა. აქ არაფერი გასაკვირი მაინდამაინც არ არის. კი, თავის მეგონი ხარისხობრივად განსხვავებული მოვლენა. იცით რა, ყოველ შემთხვევაში თვისობრივად აქ არის ძალიან ბევრი საერთო. ციგა შეიძლება ადამიანი იყოს, სულ არ იყოს პრემიერ-მინისტრი, ისე კონდეს გავლენა პარლამენტზე, პოლიტიკაზე და ასე შემდეგ. აქ არ არის ეგ მთავარი. მე ძალიან ერთი რაღაცა მინდა ესე იგი დავბრუნდე. რამდენად გადამწყვეტი იქნება ბიძინა ივანიშვილის გავლენა ამ შემთხვევაში? იცით რა, არ ამგონია რომ გადამწყვეტი იყოს ყოველ შემთხვევაში, რასაც ის ამბობს, ესე იგი ერთ შემთხვევაში ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამები მოყავს როგორც უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება და აი იმან ესე თქვა და ეს ძალიან ცუდია და როცა ის ამბობს კარგ რაღაცებს, ეს არ მოყავს როგორც უკანასკნელი ჭეშმარიტება, ეს საოცარია. ერთი პრინციპით უნდა მივუდგეთ იმ კაცის ლაპარაკს. ის კაცი ამბობს, მე მივდივარ თურქეთს შემეკითხებიან, მე ჩავერევი და მე არავის არ დაურეკავ. ან უნდა ვენდოთ ამას, ან არ უნდა ვენდოთ. ან და პირიქით. როგორ ვიმსჯელოთ? იცით რა, აი დაპირებას რომ ამბობს რომ კარგი მთავრობა იქნება, რომ ამბობს რომ აი 4 წელიწადში ეს გაკეთდება. ეს არის მისი მოსაზრება. არ ვიცი, მაინტერესებს. ეს არის მისი მოსაზრება, მას დაპირებას იძლევა. წამს ესე და მას გონია რომ მისი მთავრობა რომელიც ის დაპყრობს, კარგად მოიქცეს. დაპირებებზე არის საუბარი. მათ თქვა მე ვიძლევი გარანტიას რომ ხელისუფლება ეკრებნება კარგი, ხო? ცუდი იქნება. ამაზე ვიმსჯელოთ. მე კი არ ვამბობ რომ ესე იქნება, მაგრამ როგორ შეიძლება ამის ეჭვი არ გამიშეს და არ ვიღებო ამაზე, რაც როცა ეხება. მადლობა, ბატონო გიძეგია. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? რა თქვით? თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას და როგორ ხედავთ ივანიშვილს, როგორც არა პრემიერ-მინისტრს? ხალხს უკვე რაღაც რამდენიმე დისკუსია მიდის პარალელურად, მე მგონი. მოკლედ მე ვთვლი რომ ჩვენ ძალიან საინტერესო იყო ეს არჩევნები და კარგი იყო, მაგრამ ეს არის მეორე ხარისხოვანი მაინც შედარებით იმასთან, რაც გველის ანუ გაურკვევლობის ის ხარისხი, რომელშიც ვიმყოფებით ახლა, სწორედ პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ ვიცი მე რა მოხდება და როგორ მოხდება, როგორ იქნება პრემიერის როლის და ეს არის ერთგვარად ანუ ბიძინა ივანიშვილის პიროვნულად როლი. ეს არის გარკვეულად არანორმალური ვითარება. ნუ ჯერ ერთი ვთქვათ როგორც მინიმუმი პრემიერის გადადგომა გარდუვალად გამოიწვევს ერთგვარ ლეგიტიმურობის პრობლემას ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ იმ ვითარებაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობს, გასაგებია რომ ხალხმა ნდობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს პირადად. ის კი ამბობს რომ მე თავიდანვე ვთქვიო და ეს რაღაც ალიბი აქვს ერთგვარი, მაგრამ ახლა ჩვენი პოლიტიკური კულტურა არის ის რაც არის. თვითონ ოპოზიციის ყველა წევრი ამბობს რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ არაფერი არ იქნებოდა, ისევ ნაციონალური მოძრაობის პირსისხლიანი დიქტატურა იქნებოდა დღესაც, ხო? ანუ ხალხი ენდო ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი დაპირდა მას 4 წელს არა, მეორე წელს არა, მაგრამ აი მე-4 წელს აყვავდება ეკონომიკა. რაღაცა ასე იქნება და უცებ თვითონ მიდის. ინგლისში რო შევადაროთ ბრიტანეთი, ხო? ტონი ბლერი რომ გადადგა არჩევნების გარეშე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და მოვიდა გორდონ ბრაუნი, ჩემი ინგლისელი მეგობრები ამბობდნენ რომ ხელისუფლებას შეექმნა ლეგიტიმურობის კრიზისი, იმიტომ რომ ხალხმა აირჩია ლეიბორისტული პარტია, რომელიც არის რეალური პარტია, ქართული პარტიებისგან განსხვავებით, მაგრამ აირჩია ტონი ბლერი პირადად და პიროვნება რომ შეიცვალა, ესე იგი ის ამბობს ეს ვიღაა, ეს მე არ ამირჩევია და მით უმეტეს რო წავა ბიძინა ივანიშვილი და დატოვებს თავის პირად ასისტენტს ვიღაცას, არ ვიცით ვინ არის, მაგრამ სულეთ არაპოლიტიკურ ფიგურას, ვისაც ერთი წლის წინ მისი სახელი და გვარი არავის არ გაუგია და თვლით რომ ეს ასისტენტი იქნება, ის არ იქნება საკმარისად დამოუკიდებელი? ნუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში თავის ბიოგრაფიით იქნება ასისტენტი, ხო? ანუ ჩემი აზრით, ჩემი წარმოდგენა და როგორც მე უსმენ და ვისმენ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებს, ის მსჯელობს როგორც ბიზნესმენი. მან შეიძინა კომპანია სახელად საქართველო, დაალაგა რაღაც ერთ წელიწადში, როგორც თვითონ წარმოედგინა და სამართავად გადასცა თავის ერთ-ერთ, ნუ ვიღაც აპირებს ალბათ გადასცეს, მაგრამ ძირითად სტრატეგიულ საკითხებზე ის ხადია მასთან მივა, იმიტომ რომ რაღაც მისი გაზრდილი ვიღაც ახალგაზრდა კაცი იქნება, არ ვიცი მისი გვარი არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა არ იქნება. ესე იგი, მას პრემიერ-მინისტრი წარმოუდგენია როგორც მენეჯერი, რომელსაც შეიძლება ქვეყანა ჩააბარო. ის ყველა ის ადამიანი, ვისაც ამბობენ, რომ ის შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი, შეიძლება გადასარევი ადამიანია, ძალიან კარგი მენეჯერია, მაგრამ პოლიტიკოსი არც ერთი არ არის, პოლიტიკური ფიგურა არც ერთი არ არის. ამიტომ ეს იქნება სერიოზული პრობლემა და იქ მე ჩვენ ვენდობით თუ არ ვენდობით ვინ ვის დაურეკავს სად იქნება მიღებული რეალური ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის რაც გვესმის არის ძალიან შემაშფოთებელი. მაგალითად, ბოლოს ვიტყვი მაინც, ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად სკანდალური განცხადება იყო პრემიერ-მინისტრის, მაგრამ ამაზე არ იყო ასეთი რეაგირება, რომ მან იცის და ზუსტად იცის, რომ არა, ნუ პრემიერის ვინაობა ხომ ის თავშია გასაგებია, მე რაღაც თვითონ
კონსულტაციები ჩატარდება, მაგრამ რაც მის თავშია ის იტყვის, მაგრამ ის იქნება, მაგრამ მან იცის რომ მინისტრთა კაბინეტში არავინ არ შეიცვლება, შეიძლება ერთი ადამიანი შეიცვალოს ან არ შეიცვალოს და მე შევხედავო. ანუ ის მარიონეტად ეს უკვე თავისთავად ის ამბობს, რომ მისი პრემიერ-მინისტრი იქნება მარიონეტი, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ფუნქცია არის დანიშნოს მინისტრები. და თუ ბიძინა ივანიშვილმა იცის, ვინ იქნება მინისტრი, ესე იგი პრემიერ-მინისტრი იქნება მარიონეტი. ამას პირდაპირ ამბობს პრაქტიკულად, ხო და ეს არის სრულად არანორმალური და შემაშფოთებელი ვითარება. ანუ ჩვენ არ გვეცოდინება, ვინ არის ქვეყნის ხელმძღვანელი. ახლა შეიძლება იყოს ქვეყნის კარგი ხელმძღვანელი ან ცუდი ხელმძღვანელი და ჩვენ არ გვეცოდინება, ვინ არის მთავრობა პრაქტიკულად. ნინო, პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად თქვენ სექტორში გადმოდის, სამოქალაქო სექტორში. თქვენ როგორ ხედავთ მთავრობას? ბიძინა ივანიშვილის გარეშე რამდენად შეძლებს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი და თუნდაც იგივე პრეზიდენტი იყოს დამოუკიდებელი, საკმარისად დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან? პირველ რიგში მის სამოქალაქო საზოგადოებაში გადმოსვლასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ მე ალბათ ნაკლებად ველოდები იმას, რომ ის შექმნის რაიმე ესეთი ტიპის ორგანიზაციას, როგორიც ვართ ჩვენ, მაგრამ როგორც ესეთი watchdog ორგანიზაციებს, რომლის მთავარი მიზანიც არის ხელისუფლების კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა პოლიტიკოსი იქნება და ამას ვერ გააკეთებს. კარგი იქნება და მივესალმები თუ ის გააძლიერებს ზოგადად განათლებას ქვეყანაში, სამოქალაქო განათლებას და წაახალისებს სამოქალაქო აქტივიზმს. რაც შეეხება მთავრობა პრემიერ-მინისტრის გარეშე, ალბათ მე პირადად ველოდები, რომ რაღაც ეტაპზე ალბათ მისი გავლენა იქნება მნიშვნელოვანი მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე. თუმცა რა ფორმით მოახერხებს ის ან რა ფორმით შეიძლება თქვენი აზრით საზოგადოების განვითარებას? რა ფორმით შეიძლება ეს მოხდეს? სავარაუდოდ დაფინანსება გარკვეული აქტივობების, პროექტების და საქმიანობების ჩემი აზრით ეს წარმომიდგენა შეიძლება. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მისი გეგმების შესახებ, მაგრამ თუ კი ეს ამას აპირებს, ვისურვებდი, რომ პირველ რიგში მან მხარი დაუჭიროს განათლების პროექტებს და პროგრამებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე ვუბრუნდები ახლა ჩვენ სტუმრებს, უბრალოდ ჩვენ სტუდენტებს აქვთ რამდენიმე შეკითხვა აგრეთვე თქვენთან და მინდა რომ მათ დასვან ეს შეკითხვები. გისმენთ? მოგესალმებით. ექსეულიძე ბექა. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის თითოეულ თქვენგანს. მე არ შემიძლია რომ არ გამოეხმარო ჩემ წინა გამოსვლეს საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტ ბატონ გრიგოლ კალანდაძეს, როდესაც ისაუბრა რომ დღევანდელ სტუდენტობას არანაირი პრობლემები არ აქვს და გასაკრიტიკებელი ამ ეტაპზე არაფერი არ გვაქვს. გიორგი, ალბათ თქვენი უფრო უკეთად მოგეხსენებათ, რომ დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არაკანონიერ მოხდა ქართველი მოქალაქეების დაკავება და მათზე განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება. და ქართველი ჟურნალისტები თქვენ წარმოადგენთ ქართულ სპეციალიზმმა გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან. მოდი ამ გარემოას თუ გავითვალისწინებთ, ბატონ ზურავთან მექნება ასე ვთქვათ უშუალო შეკითხვა. ბატონო ზურავ, აი თქვენი აზრით არჩევნების შედეგებმა მხედველობაში მაქვს ოცნების გამარჯვება საბინადო არჩევნებში შეიძლება თუ არა რაიმე ფორმით მოახდინოს ზემოქმედება რუსეთის იმპერიალისტურ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ? მადლობა. კარგით, რამდენიმე შეკითხვას ასვამე კიდე სტუდენტები და ერთად უპასუხეთ შემდეგ. გისმენთ? ბერდია ბერიძე, სტუდენტური მოძრაობა ანტიპოდები. ისევ ამ გადაცემის მთავარ თემას დაუბრუნდები არჩევნებს. ჩემი აზრით ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი იყო შედეგის მხრივ ნაციონალური მოძრაობისთვის, ვიდრე ქართული ოცნებისთვის. ვინაიდან ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მარგველაშვილი ამ არჩევნებს მოიგებდა, აქ მნიშვნელოვანი იყო ის თუ ვინ გავიდოდა მეორე ადგილზე და ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ანუ დღეს საქართველოში ნომერ პირველი ოპოზიციური ზალა არის ნაციონალური მოძრაობა. მადლობა და თქვენ და უკვე გადავალ სტუმრებთან. გისმენთ? მინდა თეონა გორგოძე, მის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ანტიპოდები. მინდა შევაფასო წლევანდელი 2013 წლის არჩევნები. ვფიქრობ ჩატარდა არჩევნები ძალიან კარგად, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა ძალამ, ნაციონალურ მოძრაობამ მოაგროვა საკმაოდ კარგი აქტივობა, ანუ საკმაოდ კარგი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა ისიც აღსანიშნავი ფაქტია, რომ წელს ამომრჩეველთა რაოდენობა იყო ნაკლები, ვიდრე იყო შარშან, ანუ ამომრჩეველთა აქტივობა იყო ნაკლები. განმარტებაც აქვს. და მაინტერესებს, ანუ კითხვა მაქვს ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ანუ რას გეგმავთ მომავალში, ანუ სტუდენტებთან დაკავშირებით. რახან სტუდენტებმა აირჩიეს, სტუდენტებმა საქართველოს ძირითადად ნაწილმა აირჩია ქართული ოცნება, მაინტერესებს რას გააკეთებს ჩვენთვის. დიდი მადლობა. გასაგებია ერთი შეკითხვაც და უკვე გადავალთ სტუმრებთან.
მიაწოდეთ მიკროფონი გთხოვთ. მოგესალმებით, დიმიტრი დეკანოზიშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი ISM-ი. მე მას კითხვა ბატონ სერგო რატიანთან, მან ახსენა, რომ ქართულ ოცნებას რომ წარმოეყენებინა მისი აზრით სხვა კანდიდატი, შესაძლოა ხმების უფრო დიდი რაოდენობა აიღო. თუ ეს მართლაც ესეა, მაშინ ბატონო სერგო, როგორ ფიქრობთ, რატომ წარმოაყენა ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს კანდიდატი? დიდი მადლობა. დავიწყოთ ბატონო ზურა და ბატონო გიორგი თქვენგან. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვებისთვის, რომელიც დაისვა. მაგრამ მე გარკვეულწილად მინდა ჩვენი ექსპერტების, პატივცემული ექსპერტების მოსაზრებები განვავრცო და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ზოგადად იმ ფანტომურ შიშებთან, რაღაც არავირტუალურ წარმოდგენებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი მიდის, მაგრამ ის არ მიდის თურმე. ხოც მე მგონი ძალიან ნათლად და ცხადად თქვა ამ ადამიანმა, რომ ის ტოვებს მთავრობას, აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, აღარ იქნება პოლიტიკაში. ტოვებს პოლიტიკას ახლა. ხო პოლიტიკიდან მიდის პოლიტიკიდან მიწასვლად ნიშნავს პარტიულ თანამდებობას, პარტიიდან მიდის. ასე რომ თქვა პოლიტიკიდან თქვენ თუ თვლით რომ საზოგადოებაში აქტიური წევრობა პოლიტიკაში ყოფნას ნიშნავს ერთდროულად, ეს არ ვიცი, ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ და ვისაუბროთ. მაშინ თქვენ ყველანი პოლიტიკოსები ბრძანდებით, აქ ვინც ვართ ესე იგი პარლამენტარების გარდა, ხო? ამიტომ რისი თქვა მინდა იცით რომ ეს რაღაცა ზედმეტი ამ თემის რაღაცა აჟიოტაჟი და აქედან გამომდინარე ხლა ჩვენ ძალიან მადლობელი ვარ რომ ძალიან აქტიური საზოგადოება გვყავს ახალგაზრდებით დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ასე შემდეგ და თუ დავინახავთ ჩვენ რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა მაგრამ თურმე არ წასულა და ის ისე ჩtildeოვანი პრემიერ-მინისტრია და ჩtildeოვანი პოლიტიკური ლიდერია და იქ თურმე ეძახის პარლამენტარებს, თავრობის წევრებს და აძლევს დავალებებს. მაშინ რატო წავი? არა, მე უბრალოდ ვერ ხვდები ამ შემთხვევაში თვითონ თანმიმდევრობას ვერ ვიგებ, იმიტომ რომ თუ მიდის ადამიანი, თუ არავინ არ ეუნება რომ წადიო. მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, საზოგადოების ხარდაჭერა და ბუნებრივია არ წავიდოდა, ხო? მიდის, მან თქვა რომ ის არ არის პოლიტიკოსი, ის არის საზოგადო მოღვაწე, არის ბიზნესმენი, იმან გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა, მას შემდეგ აგერ ამბობს რომ განვითარდეს პარტიები, აგერ ხო ამბობს რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან მზარდი და ძალიან განვითარებული პარტია, ამ შემთხვევაში კოალიცია შემავალ პოლიტიკურ ძალებსაც გვაქვს ძალიან ამბიციები, შიგნით რომ ძალიან განვითარდე და ერთხელ და სამუდამოდ რასაც ბატონ გიანოდიას ვეთანხმები რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განსაზღვრონ ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა იმ შემთხვევაში ვინ არის ხელისუფლებაში საზოგადოების მხრიდან და ვინ არის ოპოზიციაში ეს არის და ეს ამ შემთხვევაში უნდა დასრულდეს რაც შეეხება რუსეთთან და აფხაზეთის ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობებს დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით უბრალოდ ეს მხოლოდ პარალელია ჩვენ გვაქვს ძალიან კაფეო გეგმა იმასთან დაკავშირებით, რუსეთთან უნდა აღვადგინოთ და ვაწარმოოთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. მე მგონი ამ მიმართულებით სერიოზული წარმატებების სახეზეა, ამას ხედავს საქართველოს საზოგადოება, მიუხედავად ბევრი სირთულეებისა და მიუხედავად ბევრი დაბრკოლებებისა, ჩვენ ამ მიმართულებით წინ მივდივართ. რაც შეეხება პოლიტიკური ნაწილი, საკმაოდ მძიმედ რჩება დღესაც და ძალიან რთულია ის ოკუპაცია, რომელიც განახორციელა რუსეთმა 2008 წელს. დღესაც სახეზეა, კიდევ გრძელდება. მე მგონი აქ იყო ხოლმე ხშირად ჩვენს მიმართ პრეტენზია რიტორიკაში, რომ თვითონ ჩვენ რაღაცა ოკუპაციას არ ვაღიარებთ და ასე შემდეგ. პირიქით, ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის 20%, რომელიც არის დაკარგული, ამიტომ ჩვენი თავარი მიზანია ორი მიმართულებით და გავაძლიეროთ ურთიერთობა. ეს არის რუსეთთან, როგორც მეზობელ სახელმწიფო, რომელიც სამწუხაროდ არასდროს არ უღიარებია თავისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობა, იმ გაგებით პატარაა თუ დიდია, მაგის მნიშვნელობა არ აქვს, ბუნებრივია, მას რო ესე ეკეთებინა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან წინ ვიქნებოდით და ქვეყანა ძალიან წარმატებული იქნებოდა, ამ შემთხვევაში რუსეთიც თავისთავად, მაგრამ ამას ვერ ხედავს, ეს მე მგონი ცხადია, მაგრამ მე მგონი რაღაცა პერიოდის შემდეგ მოვა. ეს სოფლიო უნდა დაანახოს და თქვენ ალბათ, ბატონ გიორგი, ძალიან აქტიური წევრი ხართ საერთაშორისო ურთიერთობებში. მე მგონი თქვენ მეტად უფრო გამოგივათ ეს ვიდრე ჩვენ, მაგრამ რისი თქვა მინდა თავარია რომ ჩვენი მაგალითები, ჩვენი დემოკრატიული ცვლილებებით, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონში, ხომ? შევთანხმდებით ამაზე და მიმართულება მიდის სწორედ აქეთკენ, ჩვენ ვანახებთ თელ სოფლიოს, რომ ჩვენ ვართ გამონაკლისი სახელმწიფო რეგიონში და იმ მიმართულებით, რაც რუსეთთან ურთიერთობებიდან გამომდინარე გვაგვაჩნია, ამიტომ ჩვენი წისვლა ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ხელსაყრელი იქნება იმისათვის, რომ რუსეთმა დაინახოს, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი გზარი შეუგზავნა ევროპისკენ და ევროატლანტიკური უსაფრთხოების
მისკენ. მადლობა. ბატონ სერგო, თქვენთან გქონდათ სტუდენტებს შეხვედრა. ესე იგი, მე არ მithქვავს, რომ სხვა მაგალითად ირაკლი ასანია უფრო მეთხმას აიღებდა. მე უბრალოდ თქვი, რომ პირველი ტურში გამარჯვება შესაძლოა უფრო ნაკლებად საეჭვო გამხდარიყო, ეს სხვადასხვა რამე არის. და სწორედ აქედან გამომდინარე, რატომ დააყენეს ესე იგი მარგველაშვილი, მე ვფიქრობ, სწორედ იმიტომ, რომ ის ნაკლები პოლიტიკური წონის ფიგურა არის და გაცილებით უფრო დამჯერი იქნება ვიდრე სხვა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იყო ან არის, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებაში. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, რომ შეგვიჭამოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ხელისუფლება საკმარისად დამოუკიდებელი იყოს ბიძინა ივანიშვილისგან და ჩვენ სტუდენტს რომ უპასუხოთ, რას აპირებთ სტუდენტებთან დაკავშირებით? მე მგონი, მე რაც აქ მესმის, ესე იგი, ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებისა არის ნაციონალური მოძრაობა. ესე იგი, მე ახლა ველოდები, რომ შეიძლება სპეციალური თხოვნა გავაგზავნონ. არა, ვიცი, მესმის ეს რო ხსნით რა, ესე იგი, ბავშვები ხო არა ვართ რა. ესე იგი მესმის რომ თქვენი ახსნა გაგაჩნიათ, მაგრამ ამ ახსნის მიუხედავად თქვენ ხართ ამისი მოწინააღმდეგეები. ეს ხო ფაქტია რა, ესე იგი შესაძლოა თქვენ თხოვოთ, იქნებ გადააფიქრებინოთ და ასე შემდეგ. ეს ერთი, დავამთავრებინეთ რა, ასე გასაგებია თქვენი ახსნა, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ასეა. მეორე, არა, როგორ არ არის, თქვით უკვე, თქვით ეგ ახსნა, აქაც ითქვა და ასე შემდეგ. მეორე, მე ლაპარაკობ, ეს ერიკაცი ხარ, ჩვენ არა ვარ. ესე იგი, მე არ ამირევი, ამასაც ჩემზე ნუ გადმოიტანთ. ესე იგი, მეორე საკითხი. ბატონმა გიამ თქვა, რომ ეგ ლეგიტიმაცია შეიძლება დასუსტდეს და ასე შემდეგ რა. თუ ეს ლეგიტიმაცია იყო პერსონიფიცირებული, თუ ეს ლეგიტიმაცია იყო მესიანისტური და ასე შემდეგ, ერთი მხრივ შეიძლება ეს პოლიტიკური პროცესისათვის, იმისთვის, რაც მე ვლაპარაკობდი, როდესაც შეხედულებები, როდესაც იდეები, როდესაც პოლიტიკური კურსი, პოლიტიკური ხედვები მიიღებს ლეგიტიმაციას, გახდეს უფრო აქტუალური. თუ ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ისე დასუსტება ეს ლეგიტიმაცია, რომ როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება ის, რომ ხელახალი ან ხელახალი არჩევნები უნდა ან მთავრობა შეიცვალოს და ასე შემდეგ, წავიდეს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს მოცემულობები. რატომ გვეშინია მოცემულობები? დიახ, სწორედ ამაშია საქმე, რომ ესე იგი დემოკრატიული პროცესი წავა. ეხლა ელაპარაკი იმაზე, რომ ეს ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესის წარმართვას, ყველა შემთხვევაში რანაირ ზეგავლენის მექანიზმები არ უნდა მოიფიქროს. ეხლა ხელისუფლებიდან წასულმა ივანიშვილმა ყველა შემთხვევაში ეს იქნება ბევრად ნაკლები ბერკეტები ხელისუფლებაზე ზემოქმედებისა, ვიდრე მას აქვს დღეს და ეს შექმნის მეტ პლურალიზმს და მეტ დემოკრატიას. მადლობა. რას აპირებს ხელისუფლება სასწავლებლებთან დაკავშირებით? ეხლა მაგას დავუბრუნდე, იმიტომ რომ ეგ მგონია რომ არის ძალიან არსებითი კითხვა. და ეს მე მინდა დავუკავშირო სამართლიანობის აღდგენის პროცესს. როდესაც სამართლიანობის აღდგენის პროცესზე ვლაპარაკობთ, ჯერ ერთი აბსოლუტურად ასე ვთქვათ არაკორექტული არის რომ ესე იგი ეს პროცესი დაუკავშიროთ ნინო ბურჯანაძის სახელს ეს ამ ხელისუფლებამ განახორციელა არა ჩვენ არ დავუკავშირეთ ხო და არა თქვენ თქვით რომ ესე იგი ეს ხმებიო იქ წავიდაო რა ბატონმა გიორგიმ თქვა და ამას ვამბობ რა არაკორექტული რატომ არა პოლიტიკურად არაკორექტული არამედ ნუ ასე ვთქვათ ანალიტიკურად არაკორექტული მგონია და რატომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი თუ ეს არის პროცესი რომლებიც გულისხმობს სამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისათვის, რომლებიც ორგანიზატორები ან არქიტექტორები იყვნენ იმ ავტოკრატიული და რეპრესიული რეჟიმისა, რომელიც უარყოფილი იქნა 1 ოქტომბერს, ეს გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ხალხი ამას ხედავს. ახლა იმის ლაპარაკი ეს პირველი არც ბურჯანაძეს უთქვამს. და მანამდეც ბევრჯერ ყოფილა ნათქვამი, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, რომ ეს არ არის სამართლებრივად კორექტული მოქმედებები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ამ გამონათქვამებს მხარდაჭერა არ მოუპოვებია. მხარდაჭერა მოიპოვა ივანიშვილის პოლიტიკურმა ფიგურამ და იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო. მოკლედ გითხრათ, რომ პასუხობთ სტუდენტებს, სწორედ ამაშია საქმე, რომ სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას ყველა სფეროში. სადაც ადამიანები განიცდიდნენ პოლიტიკურ ზეწოლას, სადაც იყო კომპეტენციის იგნორირება, სადაც ერთგულების ნიშნით ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და პოზიციებზე გამყარება. ეს ადამიანები დღესაც მნიშვნელოვან პოზიციებზე არიან. ჩემის აზრით, ეს ხელს უშლის ხარისხიანი უმაღლესი განათლების სისტემის
ამ მოქმედებას საქართველოში ხარისხიანი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვას, სხვადასხვა პოლიტიკების წარმართვას მე რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ მასობრივი დათხოვნებისა, მაგრამ მე აუცილებლობით ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რაც კომპეტენტურ და აი ამ პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის, რომელიც დღესაც განაგრძობს მთელი სფეროების, მთელი ჩვენი სფეროების წარმართვას, მოდის ვიხდე. არა, ხოდა თუ მომისმენთ ბატონო სარგობი, გაიგებთ რა, სწორედ მაგას ვამბობ. მე წინააღმდეგი ვარ მეთქე მასობრივი დათხოვნებისა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც კომპეტენტურ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, განსხვავებული ცხოვრების და საზოგადოებრივი ცხოვრების თაობაზე განსხვავებული ხედვის ადამიანებს მისცემთ შესაძლებლობას ჩაერთონ ამ ცხოვრების ფერხულში და ეს იქნება მათ შორის განათლების სისტემაში და ეს იქნება საშველი ამ სტუდენტებს. დიდი მადლობა და გიორგი რა ჩვენ უნდა დავასრულოთ თქვენი ბოლო რეპლიკა. ორი თემით შემოვიფარგლებით და ძალიან მოკლედ ეს არის ერთი რუსეთთან ურთიერთობები და მეორე უმაღლესი განათლება. რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება ჩვენ ვინ შეიძლება იყოს წინააღმდეგი სურვილისა რომ გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენ ამ სურვილს ვიზიარებთ, მის სწრაფებაში მხარს უჭერთ უმრავლესობას, მაგრამ ეშმაკი ხომ დეტალებშია და მე ვფიქრობ ხელისუფლების სრულად გაუაზრებელი და შეცდომებით ახსავსე პოლიტიკის კრახი არის ის მართუხლათები, რომელიც ეხლა აღიმართება საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს გულში, ის ახლად გაჩენილი დევნილები, რომლებიც გამოყარეს საკუთარი სახლებიდან ოკუპანტებმა, თქვენ იცით რომ ეს კონფლიქტები ჩვენ მემკვიდრეობთ 90-იანი წლებიდან და ეს კონფლიქტები თავს მოახვია რუსეთმა საქართველოს თავის დროზე ჯერ კიდევ და შემდეგ მორიგი ეპიზოდი იყო 2008 წელს იმისათვის რომ საქართველოს ვერასდროს ვერ იქცეს ნორმალურ ქვეყანას. ჩვენ ხო რა გვინდა საქართველოს აღიარებული ტერიტორიები მემკვიდრეობად საქართველოს იყოს ნორმალური ქვეყანა. ხო ეხლა რაც შეეხება და ერთ-ერთი ფუნქცია თუ შეიძლება დიდი ბოდიში რა. არა შეკითხვა დასვა და ჩვენ ერთ-ერთი ფუნქცია ოპოზიციურ ამპლუაში და ჩვენც ამ ფუნქციას შევასრულებთ ძალიან კვალიფიციურად და უკომპრომისოდ იქნება ის რომ არ მივცეთ საშუალება ანტიდასალურ ელემენტებს კოალიციაში, რომ ასე ვთქვათ, შეარყიონ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, მაგალითად გოგი თოფაძის მხრიდან, რომელიც კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის თავმჯდომარე არის, რომ ყველა უბედურება ნატოდან მიიღო საქართველოს და ასე შემდეგ. ზუსტად ციტირებ მას, რომ საქართველოს არასდროს არ გადაუხვიოს იმ კურსიდან, რომელიც წარმოადგენს ქართული ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომელიც გაკეთდა მანამდე, სანამ ჩვენ დავიბადებოდით. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ასე ვთქვათ, სიტყვიდან გამომდინარე, იმის აღდგენას, რაც ადრე იყო. მე აღარ იყო და ეხლა უნდა აღვადგინოთ, ხო? მე ვიცი რა იყო, მე ვიცი, არა, აღდგენა თქვენ თქვით. მე ვიცი რა იყო ადრე უმაღლეს განათლებაში. ადრე იყო, არა, დამაცადეთ ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში, ხვალ პარლამენტში გამომბრძანდით და თუ გინდა საათო ვისაუბროთ. ლაპარაკობთ, თქვენ არ შეგეკითხებით. ძალიან დიდი ბოდიში რა. სამართლე მე ვიცი ადრე რა იყო უმაღლეს განათლების სისტემაში და რა დავანგრიეთ ჩვენ. ეს იყო მექთამეობა, ეს იყო ის რომ ვერც ერთი, თუნდაც ყველაზე ნიჭიერი, თუნდაც ყველაზე მომზადებული ახალგაზრდა ვერ ჩააბარებდა ვერც ერთ ფაკულტეტზე ქთამის გადახდის გარშემო. ბატონო გიორგი, ეს ძალიან შორს აგვიყვანს. ორი წინადადებით უნდა დავასრულოთ 5 მილიონი დოლარი ტრიალდა ქთა. მე არ გადამიხდება, მაგრამ მე ვიყავი გამონაკლისი. მე ვიყავი გამონაკლისი, რომელიც წესისგან ვინც აკავართ ყველა გამონაკლისი. ბიანოდემ. ეს იყო მექთამეობა, ეს იყო ნეპოტიზმი. ჩვენ შემოვიდეთ ეროვნული გამოცდები. და თუ საუბარი არის როინ მეტრეველი სისტემის აღდგენაზე და მე ამაყივარ, რომ ამ სტუდენტები არ იციან ვინ არის როინ მეტრეველი. შეიძლება წარმოდგენა არა დემაგოგია რა. და მე ამაყივარ სწორედ ეს სტუდენტები არიან. ეროვნული გამოცდების თავი. ეროვნული გამოცდების თავი. რომლებიც არ იციან რა არის ქთამის მიცემა გამოცდაში. ქთამის მიცემა ჩათვლაში და ესეთი სიბიზურები ამ სტუდენტებმა არ იციან. მე ამით ვარ ამაყი და ამის დაბრუნებას ჩვენ რა თქმა უნდა როინ მეტრეველი სისტემის დაბრუნებას არასდროს არ დავშევდით. უბრალოდ ჩვენ ძალიან კომფორტულად გზნობთ მაშინ თავს ბატონო გია. უბრალოდ ეს არის უზრდელობა რა როგორც რა შეიძლება ახლა ესეც უაზროთ მოდის ვიხდი რომ ამას გეუბნებით მაგრამ მე ვიცი აქ ერთი ორგანიზაცია სულ ყველა ანტიპოდებია ეგრე როგორ არის დიდი მადლობა ამას ლაპარაკობ მე ტრამვისკი არა რა დიდი მადლობა ეს კამათი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს არ ვიცით ეგრე მაგრამ ჩვენი დრო ამოიწურა დიდი მადლობა ბატონო გიორგი მე მახსოვს ძალიან კარგად დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს დიდი მადლობა ჩვენს დარბაზს ჩვენს ექსპერტებს არჩევანი დასრულებულია ჩვენ დაბრუნდებით მომდევნო კვირას მადლობა